საქართველოში ძალიან ბევრი სტარტაპი კვდება და ვეღარ ვითარდებაო. 95-97% არის რეალობა, უნდა დაფეილდეს და დაფეილდება კიდეც. თვალს ვერ უსწორებენ მაგას რა, რომ ოკეი, 2 წელი დავხარჯე, მაგრამ ეხლა დროა რომ ძალიან სწრაფად შევცვალო და თავიდან ვცადო. ეგ თავიდანაც არის ხოლმე ძალიან რთული რა, როცა შეყვარებულები არიან ძალიან პროდუქტზე. და ყველაზე დიდი შეცდომა არის ეგ, რომ ისე უყვარდებათ ის რას საკეთებენ, რომ უჭირთ მერე ბაზრის ტენდენციების აღქმა. სტარტაპიც ბიზნესია, რომელიც შეიძლება რომ პოტენციურად გახდეს 1 მილიარდიანი შეფასების კომპანია 3 წელში, რასაც ტრადიციული ბიზნესი ვერ დადებს. ირო ცაგარეიშვილი მრავალწლიანი გამოცდილებით სტარტაპ ეკოსისტემაში. აქსელის ანგელოზი ინვესტორების ქსელის დირექტორი, რომელიც აერთიანებს 100 ინვესტორს და $2 მილიონ განხორციელებულ ინვესტიციას 30-ზე მეტ გარიგებაში. აქსელი ეხმარება ტექნოლოგიურ სტარტაპებს განვითარებაში, ინვესტორებთან დაკავშირებაში და გლობალურ ბაზარზე გასვლაში. რის გამო ამბობენ უარს ხშირად ინვესტიციის ჩადებაზე ინვესტორები? თუ მთელი ფული მარკეტინგზე მიდის, ანუ მარტო რეკლამირებაზე და კასტომერების მოყვანაზე, ეგეც არ არის ხოლმე რა კარგი, იმიტომ რომ იმ კასტომერს რომ მოიყვან, იმას ფიდბექი ექნება და იმას უნდა მოარგო მერე შენ პლატფორმა. და აი მაგ გუნდმა რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ დიდი ალბათობით ინვესტორი დაითანხმოს? აი შეიძლება ცოტა ისე ჟღერს, არ ვიცი ხა ინვესტორებს რამდენად ესეამოვნებათ ამის გაგება, მაგრამ ყველა სტარტაპი აკეთებს რა მაინც ამას საბოლოო ჯამში, რომ ვიცით რისი გაგება ისეამოვნებათ და ვცდილობთ რომ ის უთხრათ. სტარტაპი რომ მოდის თქვენთან, აი რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი, რაც ხედავთ მაშინ, აი რომ მიხვდები, რომ აი ეს სტარტაპი იქნება მაგარი სტარტაპი და აი ეგრევე გადაწყვეტილებას რა გაგებინებთ ხოლმე? ეგ გამოკითხეთ ჩვენ წევრებს. ესე დავაფორმულირეთ მე. დამფუძნებელი გუნდი არის ძალიან ძლიერი, ყველაფერს გააკეთებს იმის რომ ეს სტარტაპი გამოვიდეს და თუ დაფეილდა, ანუ თუ არ გამოვიდა ეს საქმიანობა, ვიცით რომ ბრძოლის ველზე დაეცემა და იტყვის რომ ყველაფერი ვცადე, მაგრამ არ გაამართლა ამ იდეამ. თუ ეს არის, მე უკვე სხვა რაღაცეებზეც იწყებს ჩასვლას და დაკვირებას. ეს სხვა რაღაცეები არის მეგობრებო, სამ ეპიზოდის ყურებას დაიწყებთ. ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, რომ უბრალოდ შეამოწმოთ არხი გამოწერილი გაქვთ თუ არა. რადგან როგორც YouTube ანალიტიკა მიჩვენებს, არხს ვინც უყურებს, იმის 75%-ს ჯერ ისევ არ აქვს გამოწერილი ეს არხი. და ამიტომ თხოვნა მაგ უბრალოდ ჩახვიდეთ, 2 წამი დასჭირდება ამ ყველაფერს ჩემთვის. ძალიან დიდი мотиваცია არის და მე პირობას გაძლევთ, რომ ეპიზოდიდან ეპიზოდამდე განვითარდებით და კიდევ უფრო დავხვეწავ ამ ეპიზოდებს. ამიტომ უბრალოდ გამოიწერთ არხი და მე გვპირდებით, რომ ძალიან მაგარი რაღაცები გელოდებათ. ეხლა კი ბევრს აღარ მოგაცდენთ და დავიწყოთ. მადლობა რომ მესტუმრე. პირველ რიგში მინდა ეგეთი კითხვით დავიწყო, რომ აი ის ადამიანებს, ვინც ახლა პირველად გისმენს, აი როგორ გააცნობდი შენს თავს, აი რას ეტყოდი, რითი იყავი ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული და რატომ? ოკეი, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ამ ეტაპზე დღეს რა როლიც მაქვს არის, რომ აქსელის ანგელოზი ინვესტორების ქსელის დირექტორი ვარ, მაგრამ დაახლოებით 10 წელია ვარ სტარტაპ და ტექ ეკოსისტემაში ჩართული. თავიდან მეც არ არის გასაკვირი, რომ ფაუნდერის როლში ვიყავი, Fundraiser-G დავიწყეთ ეგეთი crowdfunding პლატფორმა, რომელიც სახალხო დაფინანსების პლატფორმა უნდა ყოფილიყო. არ გაიკვირდებათ, რომ ვერ წავიდა მაშინ კარგად 10 წლის წინ ხდებოდა ეგ ყველაფერი დაახლოებით და მე რაღაცნაირად ძალიან მოვიწამლე რა ამ ყველაფრით და დავრჩი სრულად სტარტაპებში და ტექში. იურიდიული მაქვს დამთავრებული, საერთოდ სხვა მხარეს ვიყავი, მაგრამ ამ ეკოსისტემას ეგ მგონია, რომ ძალიან ახასიათებს, რომ ერთხელ თუ შემოხვედი, მე აი ძალიან ჭირს ამ ყველაფრიდან გასვლა. მარტო ადამიანების და ხალხის გამო ვინც ამ ეკოსისტემაში ტრიალებს, ანუ იმ ხელაღირებულება მგონია რომ იქმნება, რომ მე ძალიან რთულია რომ არ ვიცი გადაბარგდე კორპორატ სამყაროში და სადღაც დაიწყო 9 to 5 იმაზე რა ქვია სამსახურში იმუშაო. მე გადავედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ინოვაციების ცენტრი გავაკეთეთ და აკეთებდა ჩემი მეგობარი და მე შევერთდი მე გუნდს და იქ ვაკეთებდით უფრო პრეაქსელერატორებს, აქსელერატორებს, რომ TSU-ში რაღაცა ინოვაციური ანტრეპრენერული შეგვეტანა. დაახლოებით 3000-4000 სტუდენტი დავატრენინგეთ და გაიარეს ეს ბუტკემპები, აქსელერატორები და ჩვენი პროგრამები. და მე უკვე გადავედი აქსელში და დღეს უფრო სტარტაპებისთვის ფინანსების მოზიდვის და ფინანსებზე ხალხმისაწვდომების მიმართულებით მუშაობ, მაგრამ თან ლექტორიც ვარ, თან mentorიც ვარ, ანუ თუ რამე ეხება ამ ცოდნის გადაცემას და გაზიარებას ისევ რაც ახალგაზრდა ფაუნდერებისთვის და ანტრეპრენერებისთვის, მაგ ყველაფერში ჩართული ვარ. ცოტა გრძელად გამომივიდა, ხო იგა. ხო, მოდი მაშინ ახლა ეგეთი რაღაცა მინდა გავარკვიოთ, რომ აი ძალიან ხშირია ხოლმე ბიზნესი და სტარტაპის თემები. აი ჯერ მოდი გავარკვიოთ, აი რა განსხვავება არის ბიზნესსა და სტარტაპს შორის. ოკეი, სტარტაპიც ბიზნესია. ანუ სტარტაპი არ არის რაღაც non-profit-ი და არ არის ის რომ მხოლოდ რა კარგი ღირებულება შექმნათ გარემოსთვის ან არ ვიცი ხალხისთვის ჩვენ გარშემო ამ ბიზნესისთვის. სტარტაპის თავისუფლ ბიზნესია, თუმცა განსაკუთრებული ალბათ რაღაც ახასიათებს არის ის რომ სტარტაპი შინაარსობრივად ქვია წესით ტექნოლოგიურ კომპანიას. რაღაც ეტაპზე საქართველოში ეგ დისონანსი იყო რა, რომ სტარტაპი ერქვა ყველაფერს, აი მაგალითად თუ აკეთებდი ხელნაკეთი ნივთების მაღაზიას, რომელიც მაშინ იწყებდა ოპერირებას, ამასაც ერქვა სტარტაპი, ანუ ყველაფერ პატარას ერქვა სტარტაპი. და აი starting up-თან უფრო იყო
დაკავშირებული, ვიდრე რეალურ განმარტებასთან. და დღესაც რო დავგუგლოთ ან GPT-ს ვკითხოთ ან მოვიძიოთ ამაზე ინფორმაცია, ვნახავთ, რომ რეალურად სტარტაპი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს გლობალურ ბაზარზე ძალიან სწრაფად ზრდის შესაძლებლობა და არის ისეთი ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც არ უნდა იოპერიროს მარტო საქართველოში, არ ვიცი, მარტო უზბეკეთში, მარტო საფრანგეთში და უნდა გადიოდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რაც შეიძლება სწრაფად. უნდა ანვითარებდეს მუდმივად ტექნოლოგიას და სწრაფად ერგებოდეს აი ამ გაურკვეველ გარემოს. იმიტომ რომ სტარტაპ ერთი მაგალითი რომ მოვუყავთ, რა მიყვარს ეს მაგალითი, რაღაცა ვიყავით, გუგლავდით ხო, ჯერ იყო ენციკლოპედია, მე გუგლავდით, მე GPT შემოვიდა ესე პირველი ჰაიპი რაც იყო ჩვენ ცხოვრებაში, ანუ ინფორმაციის დასერჩვის კუთხით. მე GPT-ს შემოსვლასთან ერთად რაღაც პროდუქტები განვითარდა, მე GPT-ს დაემატა voice-ით რომ შეგეძლო მიწერა, ანუ უკვე აღარც ვწერდით message-ს, უბრალოდ voice-ით ველაპარაკებოდით და ძალიან ბევრი ახალი რაღაცა შიდა ფიჩერი დაემატა, ხო? ეხლა რომ წარმოვიდგინოთ სტარტაპები, რომლებიც პირველად რო GPT შეიქმნა და შევარდნენ ამ ბაზარზე და დაიწყეს რაღაც მსგავს პროდუქტების შექმნა, იმიტომ რომ გაჩნდა უცებ ბაზარზე შესაძლებლობა რომ თავი დაემკვიდრებინათ, როგორც კი GPT-მ რაღაცა voice ფუნქციონალი დაამატა, იქვე ამ ეს სტარტაპები თუ voice-ზე საერთოდ არ იყვნენ ორიენტირებული, ეგრევე ფეილისკენ წავიდნენ, ხო? ამას ვეძახით, აი ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოს, რომ სტარტაპს ამასთან ადაპტირება თუ არ შეუძლია, მაშინ აი scalable-ს რაც ვეძახით, ანუ სწრაფად მზარდ და მასშტაბირებად კომპანიას რაც ვეძახით, ამის შანსი არ აქვს. ანუ აი რო შევაჯამოთ ტრადიციული ბიზნესი ვიცით რაც არის და ყველას აქვს მგონი ამაზე ცოდნა და დღესაც უნივერსიტეტებში და ყველგან ეს მიმართულება უფრო ისწავლება. სტარტაპი არის უკვე tech-ზე ორიენტირებული ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს მინიმუმ იმის პრეტენზია, რომ გაცდეს თავის ქვეყნის საზღვრებს, იყოს გლობალური და ძალიან სწრაფად მზარდი და მასშტაბირებადი. აი რომელიც შეიძლება რომ პოტენციურად გახდეს billion-dollar კომპანია, ანუ 1 მილიარდიანი შეფასების კომპანია. სამ წელში. რასაც ტრადიციული ბიზნესი ვერ დადებს, ხო? იმიტომ რომ ტრადიციული ბიზნესი ბევრ ამეზეა დამოკიდებული, მათ შორის როგორც წესი არის ხოლმე თავისივე ქვეყანაზე, სადაც ოპერირებას იწყებს, ანუ იქაურ ტენდენციებზე, არ ვიცი, რაღაც მიბმულია ფილიალზე, მიბმულია ადგილზე, მაშინ როცა სტარტაპი ტექია, ანუ hardware-ია, software-ია, როგორც წესი, თუმცა hardware-იც არსებობს, ხო? ხო, ეგ არის მაინც აი ძირითადი განმასხვავებელი ჩემთვის და კიდე პლუს ალბათ სტარტაპში ყველაზე განსხვავებული არის გუნდი და მაგაზე დღეს ბევრს ვლაპარაკებ. და გუნდი და მათი რწმენა რომ გამოვუოთ. ანუ რაღაცა თავდადება იმის მიმართ, რომ მე რო დღეს საქართველოში რაღაც 3 ადამიანის ხედავთ და ვაკეთებთ ჩვენ კომპანიას, შევძლებ რომ ეს კომპანია ხვალ არ ვიცი 300 ადამიანით უკვე ამერიკაში ვაოპერირო და ზეგ პირობითად Microsoft-მა იყიდოს ჩემი კომპანია $800 მილიონ. ეგ არის სტარტაპი, ანუ სხვაობა, ტემპი და ალბათ შემართება, ეგრეც ვიტყოდი. და აი იდეალური სტარტაპის სურათი რო წარმოვიდგინოთ, აი რა პროცესები უნდა გაიაროს ადამ ბემდე, რომ აი კარგად იზრდება ეს სტარტაპი, კარგად ვითარდება, აი ეგრე შევხედო რა. ალბათ მაგის ფორმულა არ არსებობს, იმიტომ რომ აი ხო თქვით რომ ძალიან ცვალებადია რა სტარტაპის ცხოვრება სრულად, რაღაც ახალი მოხდება ბაზარზე და შენ გიწევს რომ ეს პაივოტი გააკეთო, ანუ ცვლილება გააკეთო, ან ახალ ბაზარს მოერგო, ან პროდუქტი შეცვალო, ან არ ვიცი საერთოდ გუნდის გამოსვლა დაგჭირდეს სრულად, იმიტომ რომ სხვა რამეზე უცებ დაგჭირდეს კონცენტრირება. ხო, ამიტომ ალბათ ესე პასუხი ძალიან გამიჭირდება, მაგრამ მაინც რა სტარტაპის მთავარი მახასიათებელი ეგ არის რომ ადან ბემდე როგორ მივიდეს შეიძლება იცოდეს. მაგრამ 90% кейსების ის გზა არ გექნება, ანუ სხვა გზით მოგიწევს იმ ადამიანამდე მისვლა. აი ჩვენთან მაგალითად Axel-ში სტარტაპები რომ მოსულან, ერთი ჩვენი პორტფოლიო სტარტაპია, ძალიან კარგი кейსია, იდეით მოვიდა ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც დაახლოებით 15 წლიანი გამოცდილება ჰქონდათ იგივე ინდუსტრიაში ოპერირების ტრადიციული ბიზნესით და ერთ დღეს თქვეს რომ წავიდით, ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ ტექნოლოგიური სტარტაპი, იმიტომ რომ დავინახეთ ძალიან დიდი საჭიროება ბაზარზე და სიცარიელე, რომელიც სიცარიელის ამოსება ჩვენი პოტენციურად რა ტექნოლოგიას უნდათ მუშაობა, მაგით უნდა შევქმნათ. აგრიტექის მიმართულება იყო, ანუ პირდაპირ ფერმერებთან უნდა ემუშაოთ. დღეს არის აგრიფინტეკი, ანუ ბანკებთან მუშაობენ, აბსოლუტურად სხვა რამეს აკეთებენ დღეს, ანუ შეცვლილია ტექნოლოგიაც, შეცვლილია ბაზარიც იმ კონტექსტში, რომ გადამხდელი ამ შემთხვევაში და კლიენტი ბანკია და არა ფერმერი პირდაპირ მნიშვნელობით. თუმცა ნუ ისევ აგრიტექში დარჩნენ და ამ მიმართულებით ვითარდებიან. ჩვენთან რომ მოვიდნენ გითხრეს, აი ხა თუ სწორად მახსოვს 10 თუ 12 სცენარი. რომ აი ეს 12 სცენარია პოტენციურად რომელიმეს გავარტყავთ, რომელიმე გამოგვივა, მაგრამ აი იმ B პუნქტამდე მივალთ, მაგრამ ეს გზა როგორი იქნება ვერ გეტყვით. და რატომაც შევედით ამ სტარტაპში ინვესტიციით, იყო ის, რომ აი გვჯეროდა, რომ ხო ამ 12-დან რომელიმეს არ გაარტყას ამ რაღაც გენიალურმა თიმმა, არ არსებობს რა, ანუ რაღაც გზას იპოვიან და მივლენ მაქამდე. ამიტომ ძალიან რთულია აი მაგის თქმა ეს გზა როგორია, მაგრამ ნახდად ვიცით, რომ ვარდებით მოფენილი არ არის და ბევრი რაღაც ეკლები შეხვდებათ გზაში ფაუნდერებს, მაგრამ
არის აი მაგ შემართებით და არ დანებებით სავსე გზა რა, რომ ზუსტად იცის დამფუძნებელმა გუნდმა, რომ როგორმე ამ 12 სცენარიდან 112 ან 1012 სცენარიდან რომელიმეს გარტყავენ და ის გამოუვათ. ინვესტორებისთვის არის ხომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იცოდნენ, აი ნახეთ, ხანდახან ინვესტორებს ძალიან უყვართ ვარდისფერი სათვალე რომ უკეთიათ რა, ის სტარტაპი რომ მოვა და გეუბნება რომ მე ესე გამომივა და ამას გავაკეთებ. სულ ვფიქრობ ხოლმე რომ კაი რა, რეალობა მოგვიყევი. იმის უკან კიდე ხო 10 სცენარი გაქვს, არ ვიცი, მილიონი რაღაც გაქვს წარმოდგენილი, როგორ შეიძლება რომ კომპანია განვითარდეს. ამიტომ ეგეთ ადრეული ეტაპის აი angel ინვესტორებს ან venture capital ინვესტორებს ძალიან ახასიათებთ ზუსტად მაგ დეტალებში ჩასვლა, რომ იგრძნონ დამფუძნებლები იმ დონემდე, რომ პირველ რიგში ეს რაღაც გულწრფელი საუბარი შედგეს მათ შორის, როგორ წარმოუდგენიათ კომპანიის განვითარება და არ იყოს ძალიან ზედაპირული. სტარტაპი რომელიც მოვა და გვეტყვის რომ მე ერთ წელში აქამდე მივალ, ამას გავაკეთებ, ესე მაქვს ზუსტად გზა გაწერილი და გვეუბნება რომ არ გადავუხვევ ამ გზას, სავარაუდოდ აი red flags და წითელ დროშას რაც ეძახიან, ეგ არის რომ არ არსებობს არც ერთი სტარტაპის кейსი არ არსებობს, ალბათ სადაც სტარტაპმა ის შეძლო რომ დაიწყო და როგორც დაგეგმა ზუსტად ეგრე მივიდა ბოლოში. წარმატებული ბიზნეს შექმნა საფუძვლიან ცოდნას და სწორ დაგეგმას მოითხოვს. სწორედ ამ გზაზე პირველივე ნაბიჯებიდან საქართველოს ბანკი ბიზნესი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს დამწყებ მეწარმეებს. ამისთვის შექმნილია სპეციალური საგანმანათლებლო პლატფორმა სანამ ბიზნესს დაიწყებთ, სადაც თავმოყრილია ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ბიზნეს იდეის გენერირება, ბიზნეს გეგმის შემუშავება, ბრენდის გზამკვლევი და სხვა. თეორიული ცოდნის გასამყარებლად კი საქართველოს ბანკი ბიზნესი გთავაზობთ უფასო ბიზნეს კურსებს, რომლებსაც დარგის კვალიფიციური ექსპერტები უძღვებიან. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ უკეთ მოემზადოთ რეალური ბიზნეს გამოწვევებისთვის. ამიტომ სამ ბიზნესს დაარეგისტრირებთ, მიიღეთ საჭირო ცოდნა და პრაქტიკული რჩევები საქართველოს ბანკი ბიზნესთან ერთად. ყველა საჭირო ლინკი იქნება აღწერაში. და ყველაზე ხშირი შეცდომა რა არის ხოლმე, რასაც აი სტარტაპები უშვებენ, როცა გამოდიან ინვესტორებთან ან ზოგადად აი ამ პროცესში რა? ამ პროცესშიც კიდევ ერთხელ ყველაზე ხშირი შეცდომა, ეხლა ბათუმში ვიყავით თან 3 დღით აქსელი და ინვესტორები და სტარტაპები და იქ რაც პანელური დისკუსია ჰქონდა სტარტაპებს შორის. ჩვენი პორტფოლიო სტარტაპები ლაპარაკობდნენ და რაღაც აზიარებდნენ თავის გამოცდილებას და იქ თქვა ერთ-ერთმა ჩვენი პორტფოლიო სტარტაპის დამფუძნებელმა, რომ ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც დამფუძნებლები პროცესში უშვებენ, არის რომ ძალიან უყვარდებათ ის, რაც საკეთებენ. არ არსებობს რომ როგორც სტარტაპის დამფუძნებელს არ გიყვარდეს სიგიჟემდე შენი საქმე რა. და ის პროექტი რაც საკეთებ, იმიტომ რომ ფაქტურად ყველაფერს გვერდზედებ, არ ვიცი, მართლა ესეა რომ ოჯახით და მეგობრებით და შენი წინა საქმეებით დაწყებული და დასრულებული, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და 100% შენი თავი მიუძღვნა ამ კომპანიას. იმიტომ რომ შეუძლებელია მილიარდიანი კომპანია გახდეს ამ წელში 3 კაცით დაწყებული, თუ მართლა მთელი ენერგია და რესურსი აქეთ არ ჩადე, ხო? და ყველაზე დიდი შეცდომა არის ეგ, რომ ისე უყვარდებათ, რომ უჭირთ მერე ბაზრის ტენდენციების აღქმა და დანახვა. აი მე შევქმენი X პროდუქტი, რომელსაც შეიძლება ხვალ X-იდან რაღაცა A პროდუქტიც რო დავუმატო, კარგად იმუშაოს ამან ბაზარზე, მაგრამ არა, აი მე ის X-ი რო შევქმენი და 2 წელი ამას გადავაკვდი, ის მინდა რომ ამუშაო, იმ ბაზარზე მინდა რომ ამუშაო, რაზეც დრო დავხარჯე. პივოტირების მომენტი რო დადგება და ამ მომენტის და ამ შესაძლებლობის არ მიღება არის ხოლმე ყველაზე დიდი შეცდომა, რომ ამბობენ, რომ არა, მე ისევ პირობითად არ ვიცი რა, ნეპალის ბაზარზე, მინდა რომ გავაკეთო X პროდუქტი და არ იღებს ნეპალის ბაზარი X პროდუქტს, მაგრამ თუ რაღაცას ოდნავ შეუცვლი, ან იტყვი რომ ოკეი, არ უნდა ნეპალის ბაზარს, წავალ პაკისტანში პირობითად. იმან შეიძლება იგივე პროდუქტი მიიღოს, აი ამ ტესტირების პროცესში არ გაყოლა და არ მიიღება იმის, რასაც ბაზარი გეუბნება, ეგ არის ხოლმე ყველაზე დიდი შეცდომა და გულწრფელად ალბათ ყველაზე ხშირად რატომაც სტარტაპები ფეილდებიან, ამომე ხოლმე რომ ინვესტორების გამო, ფულის არ ქონის გამო, გუნდმა ერთმანეთს დახოცა რაღაცა მოხდა შიგნით გაუგებრობა. რეალურად რო დააკვირდე ამ ყველაფრის უკან ყოველთვის აი ცოტა სიღრმეებში რო ჩახვიდე არის ეგ რომ ბაზარმა რაღაცით ვერ მიიღო პროდუქტი, ან აი product market fit-ს ეძახიან მაგას, რომ შევქმენი პროდუქტი, მაგრამ რაღაცისთვის ვიღაცამ ხომ და იყიდოს, ფული ხომ და გადაიხადოს. თუ ამ მომენტამდე მე ვერ მივუყანე კომპანიას 3 წელი და 5 წელი და 10 წელი, ესე იგი ხო რაღაც არასწორად ვაკეთებ. აი მაგას ვერ იღებენ ხოლმე დამფუძნებლები როგორც წესი. თვალს ვერ უსწორებენ მაგას რა, რომ ოკეი, 2 წელი დავხარჯე, მაგრამ ეხლა დროა რომ ძალიან სწრაფად შევცვალო და თავიდან ვცადო. და ეგ თავიდანცთა არის ხოლმე ძალიან რთული რა, როცა შეყვარებულები არიან ძალიან პროდუქტზე. საინტერესო. და ისე ხშირად მსმენია საქართველოში ის მომენტი, რომ აი საქართველოში ძალიან ბევრი სტარტაპი კვდება და ვეღარ ვითარდებაო. აი შენ თუ ეთანხმები მაგ ყველაფერს და რას ფიქრობ, თუ ეთანხმები რატო არის ეგ პრობლემა? ყველგან ეგრეა. სტარტაპების 90% წესი ეგეთი არის, რომ ფეილდება. სოფლიოში, ანუ არა მარტო საქართველოში, რა ვიცი, სილიკონის ველზე, სადაც უბრალოდ იდეით რომ იხვიდა და კარგ ინვესტორთან დაჯდა და მაგრა გაგიმართლოს იმ მომენტში, რომ სწორად გალას გაჩნდა, შეიძლება არ ვიცი, $9 მილიონი ჩაგახუტონ პირდაპირ და გითხრან, რომ ეს შენი იდეის განვითარებისთვის და წადი და მიხედე საქმეს. ანუ ეგეთ განვითარებულ ბაზრებზე სტარტაპების ჭრილში ხდება ეგ, რომ ვიცით რომ სტარტაპების
90% ამბობენ, რაც ძალიან დაბალია თან 95-97% არის რეალობა, უნდა დაფეილდეს და დაფეილდება კიდეც. საქართველოშიც ბუნებრივია, რომ ანუ ეს ტენდენცია ჩვეულებრივად ვითარდება, იგივენაირად მიდის, ოღონდ პატარა ეკოსისტემაა და უფრო მეტად ჩანს რა, შეგვიძლია ეგრე ვთქვათ, ანუ სილიკონ ველიზე და ამერიკაში და სან-ფრანცისკოში თუ რა ვიცი, დღეში ეს სტარტაპი შეიძლება დაფეილდეს, ჩვენთან თვეში ერთია და გვტკივა და გვიმძიმს, იმიტომ რომ ხო არ ვიცი, სულ შეიძლება 200 სტარტაპი იყოს რა, ესე რა თქვა, ნუ არ არის 200 ცოტა მეტია, მაგრამ ხო, ანუ უფრო ჩანს და უფრო ხელშესახებია. პლუს ეკოსისტემა პატარა, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ყველას ბიზნესში ჩართულია, სულ რაღაცით ერთმანეთის მიხმარების პროცესში ვართ და ხო რა, უფრო მოკლედ ის სენსიტიურები ვართ ამის მიმართ. მეორე ამბავი ის არის, რომ ძალიან ახალგაზრდაა მაინც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ანუ რაღაცა სულ 10-12 წელია, რაც ეს ყველაფერი დაიწყო, ხო? ოღონდ დაიწყო ეგრე, რომ ხოლმე ნივთობის მაღაზიაც სტარტაპი იყო და ჯერ კიდე კარგად არ ვიცოდით ეს სტარტაპი როგორ მუშაობდა და ეკოსისტემა როგორი იყო. აი, სტარტაპისთვის ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარზე, სადაც ჩდება პირველად და იბადება ეს იდეა არის, რომ ფული იყოს ხელმისაწვდომი. იმიტომ რომ აი, ხო ვთქვით 15 წლის საქმე გადადეს და თქვენს რომ წავედით ჩვენ სტარტაპი უნდა ვაკეთოთ. ბუნებრივია, რომ იმას აი safety net-ს რაც ეძახიან სჭირდება ხო დამფუძნებლების გუნდს რომ რაღაცა ფინანსები გქონდეთ იმისთვის რომ კადრები დაიქირაონ კომპანია გაზარდონ გუნდი უბრალოდ კადრი არ მიყვარს სიტყვა ანუ კომპანია გაზარდონ ამის ფული ჭირდებათ თუ ბაზარზეც ფული არ არის ხელმისაწვდომი კაპიტალზე ხელმისაწვდომობას რაც ვეძახით ეგეც არის ხოლმე ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ფეილისკენ მიდიან სტარტაპები რომ იმიტომ კი არა ოღონდ რომ ფული არ არის იმიტომ რომ ვერ პოულობ ადამიანს რომელშიც ჩვენში რწმენა აქვს ციტირებს გავაკეთებ ხოლმე ჩვენი პორტფოლიო სტარტაპის სურას საუბენ რომ აქსელმა კი შეიძლება მოგცა ფული და გააკეთა ინვესტიცია მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რომ მივედი 100 ადამიანს დაუფიჩე და წარმოვიდგინე ჩემი იდეა და იქიდან 15-მა მითხრა რომ აჰა შენ ჩემი ფული პირადად მჯერა გენდობი და მწამს რომ ეს ყველაფერი გამოგივა მაგას ხო რეალურად ყოველს დიდი ძალა აქვს რა რომ მე ვიცი რომ საქმიანი ხალხი რომლებსაც თავის ბიზნესები აქვთ ნაკეთები თავის ცხოვრებით ცხოვრობენ თავის დაგროვილი კაპიტალიდან რაღაც პატარა ნაწილს იღებენ, მაძლევენ მე იმის, რომ ჩემი იდეა გავაკეთო, ანუ ინვესტორად მომყვებიან. შესაბამისად, კაპიტალის არარსებობა ბაზარზე მარტო ეგ პრობლემა არ არის, რომ ფულზე არ არის ხელმისაწვდომობა, არის, რომ ვინ ვიპოვო, ვინც მე ამ იდეაში წამოყვება და მენდობა, ხო? დღეს ესე ალბათ მთავარი მოთამაშე აქსელი არის, აი ქართველების ფული, სადაც არის და ქართული კაპიტალი, სადაც არის, რომელიც ინვესტირდება სტარტაპებში, კი არიან ფონდები, რომლებიც ასევე ინვესტირებენ ქართულ სტარტაპებში, მაგრამ აი ეგ რაღაცა შემხებლობა ქართულ ბაზართან, იმიტომ რომ ქართველი ინვესტორები ყავდეთ ბექში, ვისი ფულიც არის, ეგ არ არის რა სხვაგან. რაც რაღაც შეიძლება ჩემთვის როგორც აქსელისთვის ის იყოს, რომ ერთი ვარ და მარტივი ამ ბაზარზე ოპერირება, როგორც ბიზნესისთვის, აქსელისთვის, მაგრამ ეკოსისტემისთვის სამტკივნეულია, იმიტომ რომ სხვა აქტორები არ არიან. ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს სტარტაპები ფეილდებიან, მაგასო დაუბრუნდეთ და ხო რა, მაინც ახალგაზრდაა ჯერ ჩვენი ბაზარი ძალიან სტარტაპების მიმართულებით და მგონია რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვედით იმ ტრაუმისგან, რომ სტარტაპია ყველაფერი. და რაღაცა ეს მაინდსეტი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ შეიცვალა, რომ სტარტაპია ტექი, სტარტაპია ძალიან სწრაფად მზარდი კომპანიები და მაგას იმიტომ კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ უბრალოდ სწორად განმარტოთ სიტყვები და აბა ეხა სტარტაპი სწორად ვთქვათ, ანუ მაგის გამო არ გვაქვს ეკოსისტემაში ჩართულ ადამიანებს ამაზე რაღაც ეს აგრესია, თუ არ ვიცი ეს რეაქცია. არის ის, რომ თუ სტარტაპი არ არის ძალიან დიდი და აი თუ ამაზე არ ფიქრობ, როცა სტარტაპს იწყებ, რომ მე ხვალ ამერიკაში ვიოპერირებ და მილიონებს დაატრიალებ ჩემი კომპანია, მე დიდი ოცნებები აღარ გაქვს. პატარაზე კონცენტრირდები რა და აი ქართულ ბაზარზე მაღაზიას გავაკეთებ, რაღაც გავაკეთებ და ეგ იქნება. მაგრამ მე თუ ვიცი, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებსაც სტარტაპები ქვიათ, აი ჩვენ პორტფელში არის ეგეთი არაერთი კომპანია, რომელსაც რა ვიცი თვეში 600-700 დოლარის ბრუნვა აქვს უახალ დაწყებულ კომპანიებს და აი ხა რო წარმოვიდგინოთ იქიდან 10 წელიწადში რა იქნება, ხო? ანუ რამხელა შეიძლება პოტენციალურად იყოს ეს კომპანია. თუ ესეთ кейსებს არ მოყვებით, არ ვეტყვით, რომ რეალურად ეგ არის სტარტაპი. მაშინ ეგ ოცნება არ ექნებათ რა, ექნებათ საქართველოს, არ ვიცი, კაი, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და ეგ იქნება ზრდა და ეგ იქნება ზრდის ტემპი და არა ის, რომ მოდი საქართველოში მხოლოდ გავტესტავ სომხეთში რაღაცებს გავივლი, მე არ ვიცი აზერბაიჯანში წავალ, მე უზბეკეთში გადავალ, მე საერთოდ გავალ ამ ბაზრიდან, კი არ დამ ბაზარს დავრჩები, მაგრამ კიდე გავფართოვდები და არ ვიცი ევროპის ბაზარს მოვერგები, ან აზიის, ან ამერიკის. ეგეც არის რა ჩელენჯი, რომ რატომაც არ გვიყვარს სტარტაპს, რომ სხვა რაღაცებს ეძახიან, ეგ არის, რომ მაგ ხოლმე მაგის განცდა, რომ ვკლავთ ამ დიდი ოცნებების შესაძლებლობას დამფუძნებლებისთვის რეალურად. აჰა და ეხა იცი რა მინდა მითხრა, აქსელი თვითონ სტარტაპებს, აი რითი ეხმარება? ესე იგი, აქსელში პროცესი როგორ არის? ყავს
მოდი რაღაც აქსელის ბიზნეს მხარიც რო აღვქვათ და იქით კიდე სტარტაპის მხარიც. აქსელი აი ბოლო პერიოდია უფრო კარგად განმარტა, ჩვენ 4 წელია ამას ვაკეთებთ. არ არის აქსელის ხალხსახად სტარტაპი, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში ანტრეპრენერულ სტარტაპერულად ვითარდებით, იმიტომ რომ ყველა ეგეთი ხალხი შევიკრიბეთ. და ბევრ რამეს ვტესტავთ. სხვა რაღაცას ვფიჩავდი ადრე აქსელზე და დღეს უკვე ესე არა რომ აქსელი არის შემიძლია ვთქვა ბიზნეს კლუბი, ანუ ძალიან საინტერესო ადამიანების ერთობა, ამ ეტაპზე 100 წევრი ყავს. ეს 100 წევრი არიან ძალიან წარმატებული, განათლებული, კაპიტალდაგროვილი ადამიანები, რომლებიც აი რაღაც შეძლეს, რაღაც შექმნეს და მზად არიან რომ უკვე გადასცენ სხვებს. ანუ არა მხოლოდ ფული და რაღაც მარტო ფულად არ მოყარს ხოლმე აქსელს რო უყურებენ. ანუ არის community საზოგადოება, ხო რაღაცა კლუბისავით გაერთიანება, სადაც არის ეს 100 ადამიანი, აზიარებენ ერთმანეთში ცოდნას პირველ რიგში და მერე სტარტაპებთან. პროცესი ესე აწყობილი, რომ ჩვენ თვეში ერთხელ გვაქვს ყოველთვიური საინვესტიციო შეხვედრები, სადაც ჩვენი 100 წევრი იკრიბება და აქსელი ეძახის 1 ან 2 ან 3 გააჩნია მომართვიანობა როგორია სტარტაპს, რომელიც უნდა მოვიდეს და გააკეთოს პიჩი. და წარადგინოს თავისი იდეა ინვესტორების წინაშე. ძალიან არაფორმალური შეხვედრები გვაქვს, რომელიც დახურული ფორმატიც არის, ანუ ყოველთვის ხომ ისეთქვამი არ არის, ხოლო ჩვენი წევრებისთვის და იმ სტარტაპებისთვის არის, ვისაც ვპატიჟებთ, ამიტომ არც public ვდებთ და არც არაფერი, მხოლოდ შეგნით ტრიალებს ეს ინფორმაცია. მოდის ეს სტარტაპი, აკეთებს თავის პრეზენტაციას და ჩვენ თუ მოგვეწონა, ვიწყებთ აი ბიდინგი როგორც ხდება რა, ვიღაცამ შეიძლება არის $10,000 გაბიდოს, ვიღაცამ 2,000, ვიღაცამ 5,000 და სტარტაპს თუ პირობით ციფრებს ვამბობ ხა ძალიან და სტარტაპს თუ აქ მოთხოვნილი $100,000, ეს $100,000 შეკრას 20 ადამიანმა. ამის ფასილიტატორები ვართ უკვე მე და გუნდი, ანუ მენეჯმენტის გუნდი, რომლებიც ამ ინტერესებს ვკრებთ ჩვენი წევრებისას, მე რეურდულად ამ ყველაფერს მართავთ და ვაკეთებთ ერთიანი ინვესტიცია სტარტაპში, ანუ ეს $100,000 ერთიანად გროვდება და მიდის უკვე სტარტაპთან კომპანიაში. მე მიდის მუდმივი დახმარება სტარტაპის. იგივე კომპანიასთან რო დავბრუნდე ერთ-ერთზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობდი, ახლა უზბეკეთში გავიდნენ და მაგაში ძალიან დიდი წვლილი მიგვიწვის, იმიტომ რომ ჩვენ ჩავედით მათთან ერთად იქ რაღაც შეხვედრები ერთად დავგეგმეთ და ექსპანსია, ანუ სხვა ბაზარზე გასვლა, ფაქტიურად ჩვენთან ერთად დაგეგმეს და განახორციელეს. ერთი ჩვენი პორტფოლიო სტარტაპია კიდევ, რომელსაც ახლა დიდი ინვესტიცია აწია და იქაც ამ ინვესტიციის აწევის პროცესში ჩვენ შემდეგ ინვესტიციაში ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული ინტროებში, კარგი ფონდების გაცნობა, რეკომენდაციების გაწევა, WhatsApp-ში მიწერა ამათთვის, რომ ჩვენ ფაუნდერებს პასუხი გაიცით, რატო გოსთავთ 2 კვირა და შემდეგ ანუ აი ვერთვებით რა პროცესში. და ჩვენი წევრები თვითონ ხო ერთია გუნდი როგორ ეხმარება აქსელის, რომ ეს ინვესტორთან კავშირები, სხვა ქვეყნებთან კავშირები და მეორეა რომ წარმოიდგინე რომ 30 გულშემატკივარი ყავს, და უფასო გუნდის წევრი რა, თან ეგრე რომ დავარქვათ, რომელმაც კიდე აქეთ ფული მოგცა. ანუ შენში ინვესტიცია განახორციელა. შეიძლება 30 ადამიანი შევიდეს ერთ დილში და ერთი ყველაზე დიდი დილი გვაქვს ეგრე 33 ადამიანი მონაწილეობდა. ეხლა სტარტაპისთვის რამ ხელა რამეა, რომ იცი რომ 33 ადამიანი გენდო, თავის ჯიბიდან ფული ამოიღო მოგცა და კიდე გეუბნება რომ როცა არ უნდა დამირეკო, იმიტომ რომ ჩემ პორტფელში ხარ, მე ხასზე ვარ, არ ვიცი, უზბეკეთში კონტაქტი გჭირდება თუ საფრანგეთში თუ ისლანდიაში, ვიშოვი და დაგაკონტაქტებ ვინმეს. და ამიტომ მე განვითარებაში ვერთვებით. ეხლა მოკლედ რო ვთქვათ არის რომ ფინანსების მოზიდვა და მე რაში სჭირდებათ ყველაფერში დახმარება. ოღონდ ეს რაში სჭირდება არის როგორც ძალიან ხელშესახები, ამ ბაზრებზე გასვლა, შეიძლება იყოს ძალიან არახელშესახებიც, რაც არის რომ გქონია ეგეთ მომენტებიც, რომ ცოტა ბევრი იმედგაცრუების გავლა მოუწია გუნდს და რა ვქნათ და მოვიდნენ და აი უბრალოდ დავსხდარ ვართ და ვისკი ერთად დაგულევია და გულაპარაკია, აი უბრალოდ გულახდილად და გულსπალად, რომ რაღაცა ჩელენჯები არის გუნდში ისეთი, რომელსაც ვერ ჭრიან და როგორ შეიძლება რომ გადავჭრათ. ასე ემოციური ბოლომდე ფსიქოლოგის და თერაპევტის არა, მაგრამ ემოციური მხარდაჭერის როლიც გვაქვს რა, რომ ადრეულ ეტაპზე ამათ აი მივაწყვეთ და აბა თქვენ იცით და აბა გამოგივათ მაგ როლში ვიყოთ. ხო, ეგ არის, ანუ სტარტაპებს ამით ვეხმარებით და ინვესტორებს ვეხმარებით იმით, რომ იპოვონ მართლა გენიალური გუნდები საქართველოში, რომლებიც რაღაც ძალიან განსხვავებულს ქმნიან და ეგეთ გუნდებში შევიდნენ ინვესტიციით თან სხვებთან ერთად. ანუ მარტო კი არ შევდივარ, ვინაწილებ ჩემ რაღაც პასუხისმგებლობას თან სხვა ინვესტორებთანაც 30-ნი შევდივართ. ვიღაცა ინდუსტრიას უკეთ იცნობს, იტყვის, რომ მე აგრიტექს კარგად ვიცნობ და მოდი გავყვეთ ამ სტარტაპს რა, მე შევდივარ თქვა $10,000 და მე უპასუხო, რომ მე ვერ ვარკვევი, მაგრამ შენ გენდობი შენთან ერთად ინვესტირებ 2 წელია და მოდი მეც გამოყვები რა, $5,000-იანი ტიკეტით პირობითად და პატარა ინვესტიციით მეც შემოყვები. და ეგ სინდიკატი დგება, სინდიკატს ვეძახით მაგას. და ძალიან დინამიური პროცესია, ანუ როგორც სტარტაპისთვის, ისე ინვესტორისთვის, აი ვეროს ვერ ვისვენებთ, სულ რაღაც ახალი გვინდა, სულ რაღაც ახალ სტარტაპს ველოდებით და სულ ახალ ფორმებს ვფიქრობთ, როგორ შეიძლება რომ ეს კომიუნიტი კიდევ უფრო გაძლიერდეს.
კრიპტო ტრეიდინგი დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აარჩიო სანდო ბირჟა. მინდა გაგაცნო ჩვენი ეპიზოდების სპონსორი საერთაშორისო კომპანია XT, რომელმაც ჩემი გამომწერებისთვის გამოყო საბონუსე სისტემა, ვინც უბრალოდ ჩემი ლინკით დარეგისტრირდებით და გაივლით მარტივ ვერიფიკაციას, მიიღებთ $20 სავაჭრო თანხას. ამ თანხის გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ ბირჟაზე და რასაც ზევიდან გამოიმუშავებთ, მაგ თანხის გამოტანა შეძლებთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ხარ დამწყები ან საშუალო ტრეიდერი და გინდა შენი ცოდნის გატესტვა, ვფიქრობ იდეალური მომენტია, რომ უბრალოდ დარეგისტრირდე, გაიარო ვერიფიკაცია, მიიღო $20 და მაგ $20-ით დაიწყო ვაჭრობა. და წეგან როგორც გითხარით, ამ $20 გამოყენება შეძლებთ მხოლოდ ბირჟაზე. ამიტომ იჩქარეთ, ლინკი იქნება აღწერაში. და ანუ თქვენ ხო უფრო ტექნოლოგიურ სტარტაპებთან ხართ რა და მე თუ სიტყვაზე ისეთი იდეა მაქვს, რომელიც აი ტექნოლოგიებთან ახლოს არ არის რა, მაგრამ მაინც მინდა რომ ვიპოვო ეს ინვესტორი, რომელიც შემოვა ჩემ სტარტაპში. სად უნდა აი ვარ დამწყები, აი საერთოდ ვერ ვირკვევი, სად უნდა დავიწყო ამ ყველაფრის ზებნა. ხო, ეგ რთულია, ეგ კითხვა ბევრჯერ მიმიხელა და ბევრი ადამიანი მოგმართავს ხოლმე ეგრე. და ნუ რა თქმა უნდა სუღია ვართ რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ჩვენი კონკრეტულად Axel-ის თეზისი საინვესტიციო ეგ არის რომ მხოლოდ ტექში ვაკეთებთ ინვესტიციებს. თუმცა რაღაც ეტაპზე აი ნახეთ ჩვენი მთავარი მომხმარებლები ჩვენი წევრები არიან. ანუ საწევროზე დაფუძნებული კომპანია Axel-ი, იმის რო კლუბის წევრი იყოს ადამიანი რა თქმა უნდა იხდის გარკვეულ გადაცახას და გვერდება კლუბში. ოღონდ იქ თან კიდევ ვარჩევთ რა გადის გარკვეულ პროცესებს, ესე პირდაპირ ყველა ჩვენი წევრი ვერ გახდება. და ამ ჩვენ წევრებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ხო არ დავიწყოთ ტრადიციულ ბიზნესებთანაც რაღაცა კოლაბი რა, ანუ ტრადიციულ ბიზნესებს გავაკეთოთ ინვესტიციები. ჯერჯერობით ვერ მივედით მაგამდე. იმედი მაქვს, რომ რაღაც ეტაპზე მაგ კითხვას რო დაგვისვამთ, კი პასუხებთ, რომ რაღაც Axel-ი 2 ამ ინვესტიციებს აკეთებს, იმიტომ რომ ჯერჯერობით პატარა გუნდი ვართ და ვითარდებით და იმედი მაქვს, რომ ეგ დაგვემატება. მაგრამ დღეს ხო რთულია, ძალიან ეგეთი ადამიანების პოვნა და მაგ შემთხვევაში უფრო ინდივიდუალურ ინვესტორებზე თუ გავლენ ესეთი კომპანიები, რომლებიც მათ შორის შეიძლება იყვნენ ჩვენი წევრებიც, იმიტომ რომ ვინც სტარტაპებში აინვესტირებს, როგორც წესი, ესეა ნათქვამი, რაღაცა თავისი დაგროვილი ნეტვორთის, ანუ აქტივების დაახლოებით 5-დან 10%-მდე გადააქვს სტარტაპებში რა. და ამ ადამიანებს ის 90% სადღაც მიაქვთ ხო, ანუ ზოგი უძრავ ქონებაში შედის ინვესტიციით, ზოგი კრიპტოში, შენც ქონდა ამაზე სხვა ისინი პოდკასტები სხვა საინტერესო ადამიანთან. ყველა ანაწილებს ამ თავის ინვესტიციას და დივერსიფიკაცია ქვია მაგას, რომ მოდი ბევრ ადგილას ჩავდებ და რაღაცა გამართლებს, რაღაცა არა და საინტერესო პორტფელი მექნება საინვესტიციო. ეგეთი ხალხი უნდა ეძებონ პირველ რიგში, რომლებიც უკვე აკეთებენ ინვესტიციებს და შეიძლება რომ ჩვენი წევრებიც იყვნენ ასეთები, მე უბრალოდ არ მაქვს ინფორმაცია და ვცდილობ რომ აღარ დავსპამო სხვა რაღაცებზე, ისაც ბევრი კონტაქტი გვიწევს, მაგრამ მე რასაც გავაკეთებდი რომ ვიყო ტრადიციული ბიზნესის ადგილას, დამწყები ანტრეპრენერული ბიზნესის ადგილას, გავურკვევდი ვინ არიან Axel-ის წევრები, რაც public არის და ეგეც ძალიან უყვარს ხოლმე რომ მეკითხებიან, რომ ჩვენ სად ვიპოვოთ თქვენი წევრები. ვებსაიტზე გვიდევს ვიღაცებს LinkedIn-ზე უწერიათ, ანუ ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია. დავუვლიდი ამ ადამიანებს, შევხვდებოდი ამ ადამიანებს LinkedIn-ზე მივწერდი და ველაპარაკებოდი, ანუ შევიდოდი პირდაპირ კომუნიკაციაში და დარწმუნებული ვარ, რომ აი 30 Axel-ის წევრს რო შეხვდეს ადამიანი, აუცილებლად იპოვის ინვესტორი, შეიძლება არა იმ 30-დან ვიღაცამ თავის მეგობარს უთხრას, რომელიც დაინტერესებული იყოს პირობითად მისი რა მოცვის ბაღების იმის დაწყებით, ბიზნესის დაწყებით და აპოვნინოს ეგეთი ინვესტორი. ანუ ამ ქსელში აუცილებლად იქნება ვიღაც ესეთი ადამიანი. არ არსებობს Axel-ისნაირი ორგანიზაციები პირდაპირ ვთქვათ, რომელიც ტრადიციულ ბიზნესში ესე უცებ და სწრაფად და ერთვეში დახურავს დილს და შევა. ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს ცოდნა და თუ არსებობს ვინმე არ მიწყინონ. და ეგ არის ინდივიდუალურ აი ამ ქსელზე და ნეტვორკზე დაფუძნებული. მაგრამ კიდე ერთი პატარა ჩართვა რომ სულ არის ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ისეთ ხალხთან უნდა მივიდნენ პირველად აი friends, family and fools ქვია ეგეთ პირველ რაუნდს რა. სტარტაპების შემთხვევაში სადაც შემოდიან ინვესტიციით ოჯახის წევრები, მეგობრები და სულელები, ანუ ეგრე ეძახა, აი ვინც ყველაზე მარტივად გენდობა. ჩვენ ხშირად გავდივართ ხოლმე მაგაში. ოღონდ ისე თამამად ვამბობთ რომ გავდივართ და პირიქით მოგწონს. ესეთ ხალხთან მისვლა რატოა კარგი, ანუ იცნობ დიდი ხანია და გენდობიან. შეიძლება სხვა საქმეში ყავხარ ნანახი, სხვა ბიზნესში ყავხარ ნანახი და ითქვას რომ მე ამ ადამიანს 10 წელია ვიცნობ. რასაც აკეთებდა, კარგად აკეთებდა და მოდი რა, ვენდობი და გავყვები. ამ ბიზნესში შევყვები. პირველ რიგში უნდა აღიქვან ეგეთმა დამფუძნებლებმა თავის გარშემო ხალხი ვინ არის, იმიტომ რომ შეიძლება რომ იმათგან იყოს წამოღებადი პირველი ფანდინგი და ხშირად მაგ შეცდომას ვუშვებთ ხოლმე რომ გონია რომ ეხლავე გვჭირდება მილიონი და იქნებ ეხლავე გვჭირდება 150 პირობითად და ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც არ ვიცი დარჩენილ ფულს დაგვიბალანსებენ და გვეტყვიან რომ არა მოდი დღეს 150 ჩემოვალ დავიწყოთ გადავდგეთ პირველი ნაბიჯები და მე მაგ მილიონის მოტანა უფრო მარტივი იქნება, როცა რაღაც ის გვექნება რა უკვე ბაზარზე გამოვჩდებით, ოპერირებას დავიწყებთ პირველ ნაბიჯებს გადავდგავთ. მან და რაღაცა ვერაფერზე ვერ გცემ ისეთ პასუხს, რომ კონკრეტული გითხრა, იმიტომ რომ ძალიან ის არის რა, ვრცელია და
ხო და არ არის ჯერ ეკოსისტემა საბოლოო ჯამში ეგრე განვითარებული, რომ ვთქვათ, რომ აი აქ მიდი, აი ეს გააკეთე, ეს ნაბიჯები გადადგი. მაინც რაღაცა ჯერ კიდე freestyle mode-ში ვართ. მაშინ ნახე, ეგეთ რაღაცას კითხავ რა. რამდენად მნიშვნელოვანია კარგი გუნდის შეკრა და აი მაგ გუნდმა რა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ დიდი ალბათობით ინვესტორი დაითანხმოს მათში ინვესტიციის ჩადებაში რა. ძალიან გულწრფელი იყოს. პირველი ეგ არის. არის რაღაც ტექნიკური ნაბიჯები, გადასათქმელი, რა თქმა უნდა, რაც არის აი საინვესტიციო მზაობას, investment readiness რაც შეძახით რა, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, იცოდეს რა ფორმის კონტრაქტები არსებობს, გამოერკვეს ინვესტორს რა აინტერესებს იქ არის ფინანსური დოკუმენტები, due diligence ეძახიან აი კომპანიაში ქართულად როგორ ახსნა კომპანიაში გარკვევის პროცესი რა, ანუ ტექნიკურად, იურიდიულად, ფინანსურად ამონაწერების ნახვა ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რომ მოამზადო და data room-ებს ეძახით, მაგას აი სტარტაპს აქვთ ხოლმე და ეს მგონია რომ ძალიან ბევრი რამე არის, რაც შეუძლიათ ტრადიციულ ბიზნესებმაც რომ ისწავლონ სტარტაპებისგან რა. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად უწევთ სტარტაპს ყოველთვის კეთება და 200 ინვესტორს შეიძლება ერთად ელაპარაკებოდნენ, ხო არ არსებობს რომ 200-ს გაუკეთო ეს tailoring და მოარგო ყველაფერი. ამიტომ აქვთ data room-ები, სადაც ყველა ეს დოკუმენტი აქვს შეყრილი და მიგზავნენ ინვესტორს და შედინახებ. აი რაც გინდა, რაც გაინტერესებს ამ მონაწერიდან დაწყებული, არ ვიცი რაც კომპანიის ფინანსებით დამთავრებული. ესეთი ტექნიკური რაღაცები ძალიან ბევრია, რომ ეს data room-ში ვთქვათ მზაობა იყოს სტარტაპის მხრიდან, იცოდეს, აი არსებობს რავი, Delaware C-Corp-ია თუ ქართული ШПС არის, თუ Delaware C-Corp-ია Safes გვიდებს თუ convertible notes, ახლა მესმის რომ შეიძლება ბევრისთვის ცოტა ისე ჩინურ ტერმინოლოგიას ვიძახდე, მაგრამ ეგეთი სიტყვები არსებობს, რომელსაც თუ ეხლა ადამიანს არ ესმის და გონია რომ ხოლ ინვესტიციას აწევს, ვინც მოგვისმენს, ანუ საინვესტიციოდ მზად არ არის. ანუ ეს პროცესი არის გასავლელი, რაც უნდა ისწავლოს რა არის ინვესტიციებისთვის საჭირო. რასაც, რა ვიცი, დღეს ახლა ჩემი $20 GPT რო გავხსნა და ვკითხო, ძალიან კარგად დამაკვალიანებს. ამიტომ მაგ ხოლმე მაგაზე ხანდახანა ეს გულწრფელი ბრაზი, რომ რატომ თვით გამორკვევა ვერ მოხდა ამ ყველაფერში კომპანიაში, რომ ეს, ანუ ხო რაღაც უფასო რესურსია, ძალიან მარტივად შეიძლება ამ ინფორმაციის პოვნა. და რავი, ტრეინინგები ტარდება და უფასო ვორქშოპები ტარდება, სადაც შეიძლება ამ ყველაფერს შესწავლა. ეგ არის ერთი, ანუ ტექნიკური მზაობა. და მეორე არის უკვე ინვესტორთან გულახდილობა და გულწრფელობა და ის რომ აღვქვათ რომ ის ინვესტორიც ადამიანია, ჩვენც ადამიანი ვართ და პირველ რიგში ჩვენ შორის უნდა რაღაცა ეს ქიმია, მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს და მერე უნდა წავიდეს ფულზე ლაპარაკი. ძალიან არ მიყვარს ხოლმე გულწრფელად, როცა ინვესტორს უყურებენ აი როგორც მხოლოდ ფულის წყაროს. და ეგ არც ერთ ინვესტორს არ უყვარს, იმიტომ რომ ინვესტორი ხო ვერ გახდები ისე კაპიტალს ხო ვერ დააგროვებ, ნუ ეხლა თუ მოყვება და არ ვიცი, გერგო მშობლებისგან თუ ბებიაბაბუისგან ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ როგორც წესი ინვესტორების 90% თავისი ჯაფით და წვალებით აქვს ეს ფული ნაშოვნი, ხო? ამიტომ ამ ადამიანებისთვის მარტო ეგრე შეხედვა, რომ შენ ფული გაქვს და მომეცი, არ არის სწორი. არც მისთვის, არც ჩვენთვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი რესურსია იმის უკან, რომელიც შეიძლება რომ გამოვიყენოთ. და კარგი არის ხოლმე, როცა ინვესტორებთან ვიწყებთ კომუნიკაციას არა მაშინ, როცა ფული გვჭირდება, არამედ იმ მომენტში, სანამ ფული დაგჭირდება, 6 თვით ადრე, 1 წლით ადრე, რომ სულ ვუგზავნოთ აპდეიტები კომპანიაზე, რა სიახლეები გვაქვს, მეილი მივწეროთ, დაურეკოთ, შევხვდეთ, რომ ეს ნდობა ჩვენ მიმართ გავუჩნდეთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, მით უმეტეს თუ ინდივიდუალური ინვესტორს ელაპარაკები, აი როგორც მე და შენ ვხედავთ ესე, რომ მე რომ შენ პირველად შეგხვედროდი და შენ რომ პირველად შემხვედროდი, ძალიან გამიჭირდებოდა და შენც გაგიჭირდებოდა, ხო, იმის თქმა, რომ რაც არ უნდა გამოიძიო, დამსტალკო, ნახო LinkedIn-ი ყველაფერი, აი ჩავდო მე ხა იროში ფული თუ არა. მაგრამ შენ თუ იროს ერთ წელია იცნობ, იცი იროს ბიზნესი როგორ ვითარდება, რომ რაღაცები ხდება, ჩელენჯებიც იცი გიყვები, რომ აი ამაში გავიჭედე, დამეხმარე, ამყევი, არ ვიცი ვიღაცასთან დამაკავშირე. ერთ წლის მერე დიდი ალბათობით მეტყვი, რომ სადაც ამდენი დრო დაგახარჯე, მოდი რა, ინვესტიციით და ჩემოვალ, ხო? და გენდობი და მჯერა ამ ყველაფრის. ამიტომ ეგ არის პირველი, რაც უნდა გაითვალისწინონ ინვესტორებთან კომუნიკაციაში, რომ სუხასზე იყვნენ და კონსისტენსი როგორ არის ქართულად? მუდმივობა, ალბათ, ხო? აი რაღაც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ ინვესტორებთან და მუდმივად სიახლეები შეატყობინან. იმიტომ რომ მე 4 თვე ვერ ვიღებ სტარტაპისგან სიახლეს, პირველი ფილინგი ეგ მაქვს, ჯერ შეიძლება არ მახსოვდეს საერთოდ და მე რო შემხვდება ის ფაუნდერი სადმე ივენტზე, პირველი განცდა ეგ მაქვს ხოლმე, რომ ნეტა ეს სტარტაპი ცოცხალია თუ არა? თუ აი რატო გააჩერეს? რამე ძალიან ცუდი მოხდა მათ თავს, თუ ცუდი მოხდა, იქნება თქვათ და ვეხმარებოდით რაღაცაში შეგვეძლო, ხო? მათ გვერდით თქომა. და ეგ არის ხოლმე რა და მე სულ ეკითხები რომ რა ქენით 4 თვის განმავლობაში, ანუ რამე კარგი ხდება, ცუდი ხდება. და ეგ უხერხულობა არის ხოლმე მე როცებ და სიჩუმე რომ ხო რავი, გვეგონა რომ აღარ გაინტერესებდათ. ორჯერ მივიღეს უ აპდეიტი, ვერც გეტყოდი მაინტერესებდა თუ არა, ხო? თუ არ ვიცნობ ამ ადამიანს პერსონალურად.
ეგ არის რა, ტექნიკური მზაობა, რაც investment readiness-ია და რაც ინვესტორს ჭირდება, რომ შვიდად იყოს, რომ შენ კომპანიის მართვა იცი და შენ ინვესტიციის მართვა იცი და მეორე ღიაობა, გულწრფელობა და მუდმივად ხასზე და კონტაქტზე ყოფნა ამ ინვესტორებთან. კარგი. მოკლედ დავით ახმა ინვესტორი რო შემხვდეს, მივდივარ და უნდა მოვამზადო სპიჩი. რა გავითვალისწინო, როგორ მოვამზადო იდეალური სპიჩი, რომ კარგად შემიდია, კარგად წარმოადგინო. ჯერ პირველ რიგში უნდა გამოვკლოთ ინვესტორის ბექგრაუნდი კარგად. და ვიცოდეთ რა უნდა და რა ინტერესს. ერთი არის შეხვედრას დავით ახმეთ. მეორე LinkedIn-ზე რა უწერია და მესამე არის საქართველოს პატარა და გამოკითხვა შეგვიძლია, ხო? არ ვიცი, დავუკავშირეთ ბევრ ადამიანს, გამოვკითხოთ ვინ არის ეს ადამიანი, ზუსტად რა უკეთებია, რა ინტერესები აქვს ამ შემდეგ. და როცა გავიგებთ შეიძლება ცოტა ისე ჟღერს, არ ვიცი, ხა ინვესტორებს რამდენად ესეამოვნებათ ამის გაგება, მაგრამ ყველა სტარტაპი აკეთებს რა მაინც ამას საბოლოო ჯამში, რომ ვიცით რისი გაგება ისეამოვნებათ და ვცდილობთ რომ ის უთხრათ. ეს არ არის არაგულწრფელობა ოღონდ რა, იგივე სხვები ყველაფერს, ოღონდ შენი პერსპექტივა რადგან ვიცი, ვცდილობ რომ შენი პერსპექტივისთვის მისაღებად მოყვე ეს ყველაფერი და შენი ინტერესებისთვის მისაღებად. ხო, მე რას ვაკეთებ ინვესტორთან, როგორც წესი, ინვესტორებს ძალიან არ უყვართ თან თუ ტექ სტარტაპზე ალაპარაკი, როცა მე მივდივარ და ტექნოლოგიაზე ვლაპარაკობ ბევრს. Axel-ში გვაქვს, რომ ჩვენმა ერთმა წევრმა თქვა, რომ წარმოიდგინე, რომ უხსნი ბებიას, რომელიც არის ძალიან ერუდირებული, ძალიან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, არ ვიცი, პროფესორი იყო და შემდეგ, მაგრამ არ იცის დღეს რა ხდება მაგ შენ სამყაროში, კოდს როგორ წერდა, რას იყენებ და როგორ იყენებ და რა ენებით მუშაობ. შეეცადე რომ ძალიან განათლებულ ერუდირებულ ბებიას აუხსნა ეს ყველაფერი. იგივე არის ჩემთვისაც რა, როცა ინვესტორზე ვფიქრობ ხოლმე, რომ უნდა მიხვიდე და ძალიან მარტივად უნდა აუხსნა. ის რაც საკეთებ, ზედმეტ ტექნიკურ დეტალებში ჩასვლის გარეშე. თუ ეს ინვესტორი ტექნოლოგიებშია გარკვეული, არ ვიცი, პირობითად რა Microsoft-ში მუშაობს დეველოპერის პოზიციაზე რაღაც, არ ვიცი, junior developer-ის, senior developer-ის, მაშინ კი შეიძლება იმან მეტი კითხვა დასვას ხო ტექსზე და ტექსში ჩახვიდე მასთან, მაგიტომ ამბობ უნდა გამოვუკლოთ წინასწარ. მაგრამ თუ მივდივარ ჩვეულებრივ ტიპთან, რომელიც ბიზნესშია, არ არის ტექნიკური ადამიანი, პირობითად ტრადიციულ ბიზნესს აკეთებდა, მასთან უნდა მივიდე და მარტივად მოვყვე ძალიან იდეა იმის, რომ მისთვის გასაგები იყოს. მეორე, უნდა დავანახო დიდი ოცნებას რას ვეძახით რამდენჯერ მოვახსენე უკვე ინგლისურად ეგრე big dreams ეგისმის რა უნდა დავაჯერო და იგულწრფელობა მაგიტომ მნიშვნელოვანი რომ მე ამის მჯერა რომ 10 წელიწადში აქამდე მივალ 7 წელიწადში 5 წელიწადში აქამდე მივალ და ეგ უნდა მოყვე რა არ უნდა ველაპარაკო მარტო იმას დღეს რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ ინვესტორიც ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე რაღაც სცენარებით მოვუყვე 2 წელიწადში სად მინდა რომ ვიყო 3 წელიწადში სად მინდა რომ ვიყო პროდუქტი სად იქნება განვითარების რა ეტაპზე იქნება გუნდს სადამდე გავზრდი ამ ცოტა არა ტექნოლოგიურ, არამედ ტექნიკურ დეტალებში ჩავიდე, რომ მასაც კონდეს რწმენა და მაგ ყველაფერში გამოყვეს. და პირველ შეხვედრაზე არ არის საჭირო რომ წამოვიღოთ კომიტმენტი, ანუ რა შეპირება იმის, რომ მე ინვესტიცია მინდა შენში. უნდა უთხრათ, რომ ეგ არის, მე დღეს ყველაფერი მოგიყევი, გამოგიგზავნი კიდევ რაღაცებს. ალბათ კარგი იქნება რომ 2-3 კვირის მერე შევეხმიანოთ და უთხრათ, თუ რამე გამოწვევა გვაქვს, თუ რამეში დახმარება შეუძლია, რომ ჩავრთოთ პროცესში თავის და უნებურად. მე მგონი არც ეს არის ყემოთ ინვესტორებს, ისაც იციან რომ ესეა. სტარტაპები სულ მაგას ცდილობენ, რომ მე პროცესში ჩართულიყავდეთ ეს ინვესტორები. მე მგონი ტრადიციულ ბიზნესში ეგრეა, ტექნოლოგიურ ბიზნესში ეგრეა, რომ რაღაც წამოაგო ანკესზე რა, მოკლედ შემოიყვანო შენთან კომპანიაში, არა ფორმალურად, არა ოფიციალურად, მაგრამ იყოს შენს პროცესებში ჩართული. რაღაცა გავაიქნა 3 კვირა, მე კიდე სხვა რამეზე მიმართავ. და ეგრე იხურება გარიგება. ამ გარიგება ერთი შეხვედრით საქართველოში არ იხურება. გაგვიგია რომ ამერიკაში იხურება, სან-ფრანცისკოში იხურება, შეიძლება ეგრევე გითხრას ვიღაც ტიპმა რომ $100,000 და დავიშალეთ და შემოვედი და დამირეკე მე ჩამხთე მითხარისაც ჩავრიცხო და გქონიათ ჩვენ სტარტაპებს ეგეთი кейსები. აი ეგრე წამში რო დახურულა გარიგება. მაგრამ საქართველოში არ ხდება. ამიტომ ემოციური მზაობა პირველ რიგში ამ ადამიანის წინა ცხოვრების დეტალებში გამორკვევა, პროფესიული ცხოვრების თუ პროფესია შესრულია, სად იყო, როგორ იყო და ინტერესებში გამორკვევა და მე რეალურად ლაპარაკი ძალიან მარტივად იდეაზე და პროდუქტზე, ტექნოლოგიური და ტექნიკური დეტალების გარეშე და მომავლის კარგად დანახება. და რას ვაპირებ აქედან 5 წელში. და როცა ინვესტორთან ეს სპიჩი მაგდა რაღაც აი იდეის მიყიდვის პროცესი რო მე შემილია მარტო იდეა მივყიდო ნებისმიერ ინვესტორს თუ აუცილებელია უკვე გზა მქონდეს, გავლილი რაღაც შედეგები მქონდეს. ჩვენ გაგვიკეთებია ინვესტიცია იდეებში. არაერთხელ, ან ძალიან ადრეულ იდეის ეტაპს რაც ეძახიან, მაგ შემთხვევაში გაგვიკეთებია. მან ნახე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდი როგორია სტარტაპის და ეგ ხშირად არის ხოლმე რა, რომ თუ გუნდი მოდის ძალიან ძლიერი, რომელიც ამბობს, რომ მე 15 წელი ისევ იგივე кейს, მე 15 წელი ამ ინდუსტრიაში ვარ, ვიცი რას ვაკეთებ, მაშინ მარტივად იხურება ეგეთი გარიგებები და გვეუბნებიან, რომ გულ მაგარია, კარგი გუნდია და მოდი შევიდეთ პირდაპირ ინვესტიციით, ვენდობით და ვიცით რომ გამოვუვათ. მაგრამ ხო რაღაც кейსებში არის საჭირო რომ უკვე ვალიდაცია ჰქონდეს გავლილი.
პროდუქტს. თუ ვალიდაცია გავლილი აქვს, მაშინ ბევრად უფრო მარტივად იხურება გარიგებები. ანუ ბევრად მარტივად გამოყოფა ინვესტორი, იმიტომ რომ შენ რაღაც ბრუნვა გაქვს, უკვე კომპანიები თუ B2B-ა უკვე კომპანიები დაუმორდებული ყავს, თუ B2C-ა უკვე რაღაც კასტომერები ყავს ინდივიდუალური. ეგ არის, მაგრამ მეორე მხრივ ინვესტორისთვის მე პირობები იცვლება. მე თუ უკვე მომხმარებლები მყავს, მე თუ უკვე რაღაცები გაკეთებული მაქვს, მაშინ ინვესტორს უფრო ძვირია, ხო? ჩემთან შემოსვლა, ანუ ჩემი კომპანიის შეფასებაც იზრდება და ვეუბნები, რომ 3 მილიონი კი არ ღირს დღეს ჩემი კომპანია, 5 მილიონი ღირს, მაგალითად. და პირობები სხვა არის უკვე მისთვის. ამიტომ ინვესტორს ხო 3 მილიონზე ურჩევნია, 1 მილიონზე, 9 მილიონზე ურჩევნია კომპანიაში შემოსვლა. მაგიტომ ჩვენ სფეროში ტექში ვცდილობთ, რომ სულ ძალიან ადრეულ ეტაპზე დავაიდენტიფიციროთ საინტერესო გუნდები და ეგეთ კომპანიებში შევიდეთ ინვესტიციებით. მაგრამ გქონია кейსები, რომ უკვე 20 მილიონი რო ყოფილა კომპანიის შეფასება, მანდაც შევსულვართ. და ეხლა თუ ვინმე გვისმენს ტრადიციული სექტორიდან ალბათ ის ერორი იქნება, რომ 20 მილიონი და 3 მილიონი და 5 მილიონი რა არის, მაგრამ ჩვენ სექტორში ეგრეა რა, ანუ ტექნოლოგიებში და სტარტაპებში. და აი, სტარტაპი რომ მოდის თქვენთან, აი რა არის ის ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი, რაც ხედავთ მაშინ, აი რომ მიხვდები, რომ აი ეს სტარტაპი იქნება მაგარი სტარტაპი და აი ეგრევე გადაწყვეტილებას რა გაგებინებთ ხოლმე. ეგ გამოვკითხეთ ჩვენ წევრებს. და ზოგადად ჩვენი წევრების გარდა რა, ადრეული ეტაპის ინვესტორებში ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის გუნდი. ოღონდ გუნდი მარტო გამოცდილება კი არა, შემართება, გამძლეობა და ყველაფერი. და ესე დავაფორმულირეთ მე Axel-ში, რომ დამფუძნებელი გუნდი არის ძალიან ძლიერი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სტარტაპი გამოვიდეს, 12 კი არა მილიონობით სცენარი შეიძლება გაიაროს და თუ დაფეილდა, ანუ თუ არ გამოვიდა ეს საქმიანობა, ვიცით რომ ბრძოლის ველზე დაეცემა. ანუ ის კი არ იქნება რომ მე დავიღალე მომბეს და ვერ გავუძელი, ჩემო მენტალურად დავთვალე ვერ გავუძო, რაღაცა ვერ გავუძო, არა, ბრძოლის ველზე დაეცემა და იტყვის რომ ყველაფერი ვცადე, მაგრამ არ გამოდის რა, არ გამართლა ამ იდეამ. რაღაცეები ბუნებრივია პროცესში შეეშალა, მაგრამ თვითონ დარწმუნებულია რომ ყველაფერი სცადა. ეგ არის პირველი რაც ვაკვირდებით, რომ არის თუ არა გუნდი ეგეთი, რომელიც მაგის გამკეთებელია და მაგაზე წამსვლელია. ეს ერთი, მაგრამ ეხლა ცოტა ეს ვარდისფერი სათვალე რო ჩამოვხსნა და ტექნიკურ ამბებზე თუმცა აი თამაშ შემიძლია ვთქვა რომ 70% შეიძლება 60 მაგაზე მოდის. რომ ეს feeling-ი თუ არ აქვს, ეს გრძნობა თუ არ აქვს ადამიანს ან მსმენელს ინვესტორს, მაშინ დანარჩენს არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ თუ ეს არის, მე უკვე სხვა რაღაცეებზე იწყებს ჩასვლას და დაკვირებას. ეს სხვა რაღაცეები არის გუნდის პოტენციალი მაინც ყველაფერი გუნდამ დადის იმ კუთხით, რომ რამდენად შეუძლიათ ამ ტექნოლოგიის შექმნა, ანუ ყავთ თუ არა ისეთი გუნდის წევრები, რომელიც მე მოვდივარ და დიდი იდეას კი არ ვფიჩავ მარტო ყვები, რომ ტექნიკური თიმი მყავს, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. CTO მყავს, ერთი ადამიანი მყავს, რომელსაც თავი აქვს მიწვრული ამ ყველაფრისთვის, ტექნიკურად რამდენად გამოუვათ და რამდენად აქვთ ამის შესაძლებლობა. რაც გქონია кейსი, რომ ისე სტარტაპში შევსულართ, რომელსაც CTO ანუ ტექნიკური ლიდი არ ყავდა და მარტო ერთი ადამიანი იყო, მაგრამ გვეუბნებოდა, რომ მე CTO-ს ვიპოვი და ეხლა idea stage-ია და უცებ შემოდით და დაგუხურავს ესეთი დილებიც, თუმცა ვიცით, რომ ის ხალხი გაჩნდება კომპანიაში. და ბაზრის სწორი აღქმა, რომელიც კვლავ შეიძლება სულ შეიცვალოს და ბაზარზე ტენდენციები დღეს ტექნოლოგიებში ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ აი ის რომ არსებობს X ბაზარი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ზრდის შესაძლებლობა, თვითონ ბაზარი იზრდება სწრაფად ტექნოლოგიური განვითარების გამო და აი ამ ბაზარზე, რომელიც რა ვიცი 1 ტრილიონიანი ბაზარი შეიძლება იყოს, რამდენი 0.5%-ის წილის წამოღების შანსი მაინც თუ აქვს 1 ტრილიონიან ბაზარზე, ოკეი, გვაწყობს, აი ეგ არის რა. მანდაც ალბათ ბევრი ტრადიციული ინვესტორი თუ მოგვისმენს და თუ აქამდე გაყვა, იტყვის რომ რაღაცა სიგიჟეა, მაგრამ სტარტაპების სამყაროში ეგრე მუშაობს რა, მაგ 1 ტრილიონის 1%-ზე და 2%-ზე გვაქვს ჩვენ გათვლა, რომ ეს კომპანია გაისვრის და ჩვენ $100,000 რო შევედით, უკან 2 მილიონი და 3 მილიონი დოლარით გამოვალთ. ეგ არის ხო, ანუ გუნდი და გუნდის მზაობა, მერე ტექნიკური მზაობა რამდენად შეძლებს რეალურად ამ ყველაფრის გაკეთებას გუნდი და მე ეს პროდუქტი პოტენციალურად რამდენად შეესაბამება ბაზარს, რომელიც უნდა იყოს მზარდი. ეგ არის კრიტერიუმები. და იცი რა მაინტერესებს, დღეს სტარტაპები რო შემოდიან, ან იდეაში ძველი ბიზნესებით, ყველგან პოპულარული გახდა AI. ყველგან აი Apple-ის პრეზენტაციები სულ AI, ყველგან მაგიხსენება. დღეს აზრი აქვს საერთოდ სტარტაპის დაწყებას, რომელშიც AI ნახსენები არ არის, თუ ეს ყველაფერი ჰაიპია, მართლა მნიშვნელოვანია დღეს მაგ მიმართულებით ჩართვა თუ რას ფიქრობ მაგაზე? მოდი ვისაუბროთ განსხვავებულ ბაზრებზე. ანუ ამერიკაში, ეხლა იყო ჩვენ ერთ-ერთი წევრი და ასევე ერთ ხო, Axel-ში კარგად ხდება ხოლმე არის, რომ ჩვენი წევრები ხშირად სტარტაპის დამფუძნებლებიც არიან და ეხლა ერთ-ერთი кейსი გვაქვს, ჩვენი წევრია, რომელიც წავიდა ამერიკაში, Rebati არის კომპანია, დებატების API-ა, პაპუნა ჩვენი წევრია თან
წავიდა იქ ბევრი რამე ისწავლა, ჩამოიტანა ბევრი ცოდნა როგორც ინვესტორების პერსპექტივით, ასევე სტარტაპის პერსპექტივით. და ერთ-ერთი თემა იყო ეგ, რომ AI-ს თუ არ ახსენებ ამერიკელ ინვესტორებთან, საერთოდ ვერ იგებენ რატო უნდა შემოვიდნენ შენთან გარიგებაში. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ინვესტორები, რომლებსაც ეს არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აი მასა ინვესტორების კონცენტრირებულია უფრო ამაზე რა, რომ მასიურად ინვესტორები კონცენტრირებული არიან მაგაზე, რომ შენ AI გქონდეს რამე ფორმით კომპანიაში. ეხლა რაც შეეხება საქართველოში რა ხდება? საქართველოში არ არის, გარდა არის რა თქმა უნდა AI hype და ჩვენც ვიაზრებთ, რომ მარტო საქართველოში ხომ უნდა იოპერიროს ამ სტარტაპმა უნდა გაცდეს საზღვრებს და თუ ვერ გავიდა სხვა ქვეყნებში, მაშინ საერთოდ გვინდა ეგეთი ინვესტიცია, მაგრამ ეგრე მკაცრადაც არ ვუყურებთ AI-ის მიმართულებას და ასევე რაც უგვავიწყდება არის, რომ სტარტაპი არ არის მარტო software-ი, ანუ B2B AI-ის რაღაც SaaS tool-ი არ არის. hardware კომპანიებიც არსებობენ, ჩვენ პორტფელში ორი ეგეთი კომპანია გვყავს. Elven Tech-ი არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მეხანძრე ბიჭები ეგრე ვიცნობდით თავის დროზე, რომლებიც ქმნიან მატერიალს, ცეცხლგამძლე მატერიალს, რომელიც ადრე უნდა ყოფილიყო მეხანძრეების ტანსმელი და აი ძალიან ბევრი პივოტირების მერე ესეც ძალიან კაი მაგალითია, მივიდნენ იქამდე, რომ ელექტრომანქანებში lithium ion batteries რაც დევს ეს ბატარეები, მაგას ცეცხლი თუ წაიგი და მოკლედ ვეღარ ჩააქრობ. და უნდა დაიწყოს ბოლომდე რა და 99% სრულდება იმით, რომ ადამიანის ცოცხლი ამას ეწირება. ამ თავის მატერიალში ფუთავენ რეალურად ამ ბატარეებს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ Tesla ხვალ აღარ დაიწვას და აღარ დაიფერფლოს ბოლომდე და ადამიანი გადარჩეს რა. ხო მეხანძრებით დაიწყეს აქამდე მივიდნენ, ანუ მატერიალი ჰქონდათ, რომელსაც არანაირ კავშირი არ აქვს AI-სთან. შეიძლება AI-ს იყენებდნენ კვლევის ნაწილში და R&D-ის ნაწილში, მაგრამ საბოლოო ჯამში არის ხელშესახები პროდუქტი, hardware-ი, რომელიც რა დაპატენტებულია ამერიკაში. ამიტომ არ არის მაინც ბოლომდე ყოველ შემთხვევაში საქართველოში ეგრე, რომ აი AI თუ არ არის core ანუ მთავარი ამბავი ამ სტარტაპის, ისე ფულს არ ჩავდებთ, ისე ფულს და ისე ვაინვესტირებთ. და ხო, სხვა ბაზარს სხვა მახასიათებლები აქვს და არ არის საქართველოში AI-ის მიმართულება მაინც მიუხედავად ამ hype-ისა ისეთ განვითარებული როგორც ამერიკაში და AI სტარტაპი არ ქვია იმ სტარტაპს, რომელიც უბრალოდ რაღაცა plugins იყენებს GPT-სას, ხო? ხვდები, ანუ ტექნოლოგიურად AI-ზე უნდა მუშაობდეს, LLM-ებზე უნდა მუშაობდეს, ან AI-ის იმ დონეზე იყენებდეს, რომ ანუ AI driven იყოს. მე სანამ დავიწყებთ ამას, მაგას ვსაუბრობდით, რომ არის რაღაც tech enabled და tech driven. Tech enabled არის ანუ tech-მა რომ მისცა შესაძლებლობა ბევრი ახალი რაღაცის ამ ბიზნესს და tech driven არის რომ tech-ის გარეშე ვერ იმუშავებს. იგივენაირად არის AI, ხო? ხა AI enabled შეიძლება მე ბევრი რაღაც ვქონდეს თუნდაც Excel-ში, აი ოპტიმიზაციები, რაღაცების დაგზავნა, გამოგზავნა, რაშიც ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს. ამიტომ ხო არ ვარ AI სტარტაპი. უბრალოდ AI-ს ვიყენებ ყოველდღიურ ოპერაციებში და დღეს თუ ვინმე AI-ს არ იყენებს ყოველდღიურ ოპერაციებში, ნუ უკვე ძალიან ჩამორჩენილია და სწრაფად უნდა დაეწიოს. და AI driven სტარტაპები უკვე არის, რომელიც AI-ის გარეშე ვერ იარსებებდა, ანუ ეს ტექნოლოგია ფიზიკურად AI-ის გარეშე ვერ შეიქმნებოდა. ეგეთ кейსები არ არის მოკლედ ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრი, მაგრამ რაც არის ძალიან ხარისხიანი და კარგია და ჩვენ პორტფელში არის, აი მაგალითად Teneo შეიძლება ბევრს კონდეს გაგებული და ყავს მოკლედ ეგეთი სტარტაპები, რომლებიც არიან AI driven სტარტაპები, რომლებსაც ფანდინგი, ანუ ფინანსები ამერიკაშიც აქვთ აწეული უკვე და Excel-შიც და ყველგან. და როცა იდეა მაქვს, ეგეთ დროს რა უფრო მნიშვნელოვანია, სწრაფად დავიწყო თუ სწორად დავიწყო? აი მე ორივე. სწრაფად დაიწყო სწორად. ანუ სწორად სწრაფად დაიწყო. სტარტაპების кейსი არის რა, რომ სწორი მომენტი და სწორი ადგილი უნდა იცოდე, როდის უნდა დალონჩო და შევარდე ბაზარზე. იმიტომ რომ შეიძლება აი არის ხოლმე და ალბათ ბევრი გაგვიგია ეგეთი ისტორია, რომ ვიღაცამ რაღაც დაიწყო, მანამ სანამ ბაზარზე საჭიროება იქნებოდა. ჩვენი crowdfunding პლატფორმა დავიწყეთ ბევრი წლის წინ fundraiser-ი. ხო, ანუ არანაირი საჭიროება ბაზარზე არ იყო, მოკლედ აი ვის უნდა გამოიყენებინა, ვის უნდა იყიდა online კომპანიების წილები. ნუ არა ვიცი, ალბათ პასუხი იქნება. ერთი იყო რომ გვარეგულირებდა ეროვნული ბანკი და ეგ თემა იყო, მაგრამ მეორე მხრივ არ იყო ბაზარზე საჭიროება. შესაბამისად არასწორ მომენტში დავიწყეთ და არასწორ ადგილას, იმიტომ რომ ძალიან პატარა აქვს საქართველოს ბაზარი ამ ყველაფრისთვის და არ გქონდა საერთოდ იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ გავალთ საქართველოდან. მეც მაშინ სტარტაპი მეგონა რომ ვიწყებ და რა კარგია რომ ვიწყებ. სანამ გამოვირკვევოდი ცოტა. ამიტომ არასწორი ადგილი, არასწორი მომენტი იყო. თუმცა სწორად დავიწყეთ, ანუ ტექნიკურად ყველაფერი გამართული იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა. ამიტომ მოგვიწია მე პივოტირება სოციალურ პროექტებზე გადავედით და ანუ იმის მერე ესე ძალიან აღარ გვიზრუნვია განვითარებაზე, იმიტომ რომ ჩვენი დიდი ოცნება რაც იყო, ეგ მივხვდით რომ შეუძლებელი იყო ამის მიღწევა. ბევრი სტარტაპი ჩდება და ძალიან მალევე კვდება, იმიტომ რომ უბრალოდ არასწორ დროს დაიწყეს. და არ იყო სწორი მომენტი და არ იყო ბაზარი მზად. ამ რაღაცა სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებისთვის, რაც ბაზარში შემოვიდოდა. აი მაგალითად რა ვთქვა, თუ გახსოვს უცებ ჩატბოტების ბუმი იყო, რაც მომენტში ბაზარზე, ყველა კომპანია ინტეგრირებდა კომუნიკაციებს ჩატბოტებს. მე სადღაც ეს მოკვდა, იმიტომ რომ აი ჩატბოტი არ იყო, ვერ აკეთებდა ამ პერსონალიზაციას, ხო?
დღეს უკვე ყველას AI chatbot-ს არ ქვია, AI რაღაც პერსონალიზირებული კონტაქტ ტიპი ყავს ყველა კომპანიას, თითქმის, ერთ-ერთი ქართული სტარტაპი არის, სხვა შორის გვახსენებ ამ სტარტაპებსაც, Widgera არის, რომელიც დღეს ბევრი პლატფორმაზეა ჩაშენებული. მაგალითად ელექტრო აქვია ეგეთ კომპანიებს ელექტროობას ვიწყიდიან ტელეფონებს, ტელევიზორებს და შემდეგ ეგეთი კომპანიების საიტებზე შენდება და შენ პერსონალურად გალაპარაკებ, მიმახსოვრებს მე იროს iPhone-ი მინდოდა თუ Samsung-ი მინდოდა თუ რა მინდოდა და მე დიალოგსაც ამის მიხედვით მიგრძელებს. დღეს უკვე არის ამის ადგილი, რომ მომხმარებელს აქვს იმის მოთხოვნილება, რომ უფრო მეტად პერსონალიზირებული იყოს ყველაფერი და გაჩნდა ამის space, მაგრამ ჩემი პერსპექტივით chatbot-ების ბუმი როცა იყო, არ იყო ამისთვის ვსად რა ხალხი. ვერ წაიღო chatbot-ებმა თუ გახსოვს ეს პერიოდი, იყო, მაგრამ არაფერს არ გვიცვლიდა. ის რომ chatbot-ი იქ არსებობდა. და დღეს უკვე AI პერსონალიზირებული chatbot-ები როცა არის, უკვე ამის მოთხოვნა გვაქვს, იმიტომ რომ GPT გაჩნდა ხო, შუაში Gemini გაჩნდა და ხალხი ელაპარაკებოდა და იგივე experience-ი მინდა მე უკვე რომ მქონდეს, რაღაცა ვებსაიტზე რომ შევდივარო, ტელეფონი ვიყიდო განვადებით, იგივენაირად მინდა რომ ვინმე ელაპარაკებოდეს. ამიტომ აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა, ბაზარი რამდენად მზად არის იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია მიიღოს. ამიტომ აქვს სწორ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და სწორად გაშვებას ვერ ვიტყოდი, რომ ეგეთი, იმიტომ რომ სტარტაპი არის ტესტირება. აუცილებლად როგორც არ უნდა დალონჩო, უკან პასუხს მიიღებ, რომ 40% შესაძლებელი გაქვს. ამიტომ ელოდო სანამ იდეალური გახდება პროდუქტი და მერე დაიწყო ბაზარზე ამის ჩაშვება, ალბათ არასწორია რა და ხშირად უშვებს მაგ შესთავაზ ბევრი სტარტაპი, რომ მილიონებს ახარჯავენ, მართლა ინვესტიციას წევენ, ახარჯავენ პროდუქტის განვითარებას, მერე ლონჩავენ და ხვდებიან, რომ ეხლა შესაძლებელი გვაქვს ნახევარზე მეტი, არასწორ ბაზარზე დავიწყეთ. ამიტომ სწორ დროს დაწყება, მაგრამ სწორ დროს ტესტირების დაწყებაც ბაზარზე ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ სწრაფი ფიდბექი მიიღო, გაუმჯობესო, დააბრუნო. მერე ისევ სწრაფი ფიდბექი მიიღო, გაუმჯობესო, დააბრუნო. ყველა პლატფორმა ეხლა რასაც ჩვენ ვიყენებთ, ყველა ეგრე ვითარდებოდა რა. შეიძლება ჩვენ როგორც მომხმარებლები ამას ვერ ვატყობთ, მაგრამ იქ ბექში ხო ხალხი ზის, რომელიც აკვირდება ჩვენ სად გავიჭედეთ, სად ვეღარ დავაკლიკეთ ვერაფერს, ეს UI UX-ური ჩანართები რაც არის, რომ სწორად როგორ გავმართოთ პლატფორმა ისე, რომ რაღაცაზე უფრო მეტი კლიკი წამოვიდეს. ამას ხო აკვირდებიან ბექში რა დეველოპერები და ჩვენ გამოცდილებას ვინც აკვირდებიან გუნდის წევრები და ეგრე ვითარდება. Facebook-ის აპდეიტები რომ მოგვდის. რატომ მოგდის? იმიტომ რომ ჩვენი ქცევა შეიცვალა რაღაც მომენტში. ეს Facebook-მა რა თქმა უნდა მეტა უბრალოდ დააიდენტიფიცირა და რაღაც გადაგვიკეთა, შეგვიცვალა. სხვანაირად ეკლიკება პოსტს და ჩვენთვის არაფერი, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ ბაზარზე რაღაც შეიცვალა. და ეგ არის ცვლილებების პროცესია სულ და თუ მაგ გაიდეალურებას დაელოდები არ არსებობს, არასდროს იდეალური არ იქნება პროდუქტი. უბრალოდ შეუძლებელია დღეს, რომ ტექნოლოგიური პროდუქტი იდეალური იყოს და შენ თქვა, რომ დავლონჩავ და ფეხს-ფეხზე გადავიდებ და ვიტყვი, რომ 2 წელი ესე იმუშავებს. ინვესტორების თემას წერან კი შევეხეთ, მაგრამ მაინც მაინტერესებს კითხავ, რის გამო ამბობენ უარს ხშირად ინვესტიციის ჩადებაზე ინვესტორები? უარს ამბობენ იმ შემთხვევაში, თუ მაინც გუნდზე უნდა დავიდე. ვერ გაიქცევენ მაგას ადრეული ეტაპის ინვესტიციებზე როცა ვსაუბრობთ. ხო, თუ არ მოეწონათ გუნდი და თუ გუნდში არის რაღაც red flag-ები. რაც არის, რომ მაგალითად გუნდის წევრები, დამფუძნებლები რაღაცაში ატყობ, რომ სხვადასხვა აზრზე არიან და თუ ადრეულ ეტაპზე ვერ თანხვდებით, როგორც შეიძლება ვერ თანხვდებოდეთ, კარს მიღმა და ეგ ხოცვას უმიდის რა ფაუნდერებს შორის, ზუსტად ეგ არის ხო, უნიკალური სტარტაპში, რომ 3 ადამიანმა უნდა შექმნათ, 4-5 ადამიანმა რაღაც ესეთი მაგარი და იქ თუ კარს მიღმა ერთმანეთს არ ხოცავთ და სულ ეს იდეების brainstorming-ი არ არის, ვერ გამოგივათ ვერაფერი, მაგრამ თუ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან კომპონენტებზე ვერ თანხვდება გუნდი, ეგ არის ხოლმე პირველი ეგრე red flags ვიტყოდი. მეორე არის მზაობა ინვესტიციისთვის, რას ვთქვით, რომ სტარტაპი მართლა მოსულად ჩემამდე ძალიან კარგი კომპანია, გველაპარაკია პოტენციურ ინვესტიციაზე და მე მithქვამს, რომ თქვენ რა ფორმატის გარიგებაში გინდათ რომ გამოყვეთ. და წამოსულა სიჩუმე. მე რავი თქვენ რა ფორმატიც გაქვთ. რავი safe-ზე მომყვები იმაზე და ჩავმითვლი არა სხვა ფორმატები რაც არის. ხანდახან ბოროტულას ტესტავ ხოლმე ამაზე პასუხს გამცემენ თუ არა. იმიტომ მე ვხვდები რომ არ აქვს უბრალოდ ამ ყველაფერს ცოდნა. რა თქმა უნდა კი არ ვეუბნებით რომ არა, ვეუბნებით რომ წადი გამოიკლეს ამიცადინო გაქვს ეს ყველაფერი როცა ინვესტიციად ვზად იყო და ისე დაბრუნდი უკან. ჩვენ Axel-ში უარს არავის არ ვეუბნებით. თუ უბრალოდ რა საბურგერე თუ მოვიდა ხა Axel-ში ვეუბნებით რომ ბოდიშ, მაგრამ ჩვენ ტექნოლოგიურ კომპანიებში ვდებთ ფულს და დავიშალეთ, მაგრამ უარის თქმა არ ვიცით, იმიტომ რომ გვჯერა რომ სტარტაპი შეიცვლება, მუდმივად ეგ რა ცვლილების პროცესი არის და ჩვენთან ყოფილა ეგეთ кейსები რომ მოსულა სტარტაპი რაღაც 1 წლით ადრე და 1 წელში არ ჩაგვიდია 1 წლით ადრე და ჩაგვიდია ინვესტიცია 1 წლის შემდეგ. და თუ ჭკვიანი ინვესტორია და ერკვევა კარგად ამ ტექში ტოვებს ამ რაღაც ბუფერულ ზონას სტარტაპთან, რომ უარი კი არ უთხრას, რომ დავიშალეთ დამანებე თავი მე აქ არ შემოვალ ინვესტიციით, არამედ უთხრას, რომ მოდი რა მიგზავნე სიახლეები, იმიტომ რომ შეიძლება რომ 1 წელიწადში მიღირდეს, რომ ცოტა უფრო ძვირად, მაგრამ უფრო ნაკლები რისკით შემოვიდა შენთან კომპანიაში.
მაგრამ აი up to date ყავდე, რომ რა ხდება შენთან. შესაბამისად, ხო, აი ძალიან არ მიყვარს მე თვითონ უარის თქვა და სტარტაპებში ხშირად მაგას გვეჩხუბებიან ხოლმე, რომ არ ვიცით რა ხდება და უარი მაინც გითხარით და ანუ არ გვინდა უარის თქვა, იმიტომ რომ მე რო დღეს უარი გითხრა, ერთ წლის მერე ხო არ მოვა, რომ გეხოცები ჩაგვადებინებული თუ რაღაცები კარგად ვითარდება და ამიტომ ეგ სტარტაპს გამომუშავებული უნდა კონდეს, რომ ოკეი, არა დაგგოსდეს ხშირად ეგრე გონიათ ხოლმე, მაგრამ აქსელი მგონია რომ ძალიან ხელმისაწვდომია რა, ვიცი, ჩემთან ნებისმიერ დროს მოწერა და არ ყო რაღაც შეუძლიათ სტარტაპებს. და ვეტყვით რომ არ არის უარი, უბრალოდ დღეს არ არის სწორი ფიტი და გვიგზავნე რაღაცები რომ დავალოდოთ. აი, ამიტომ ესე კონკრეტულ red flag-ებზე არ ვიცი, მაგრამ გუნდია, როგორც ყოველთვის, აი ცოდნა არის, რომ საერთოდ ინვესტიცია რაში მინდა და ეს ფული რაში უნდა დავხარჯო. და ხო, ფული რაში იხარჯება, ანუ ფული თუ არ იხარჯება, ინვესტორს უკითხავს მაგას, რომ ოკეი, მოგეცი $100,000, სად მიდის? ჩვენ თუ ვეტყვით რომ რავი ჩვენ სამი კაცის ხელფასებში, მაშინ ხო რა თქმა უნდა გეტყვიან რომ კარგი, მადლობს ნახვამდის. მაგრამ ჩვენ თუ ვეტყვით რომ კომპანიისგან ჩვენ ხელფასებშიც რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაცა ერთხელ უნდა გადარჩეს ის დაფუძნებელი, ანუ ესე ჰაერზე ხო არ არის და მარტო мотиваციას ყველაფერი, მაგრამ კომპანიის განვითარებაზე, ახალი გუნდის აყვანაზე, ტექნოლოგიის განვითარებაზე, ახალი დეველოპერების დამატებაზე, არ ვიცი, კიდე 5 ახალი AI subscription-ზე რომ რაღაცები უფრო დავასწრაფოთ და დავაოპტიმიზიროთ. ეგეც არის ხოლმე რა, რომ მაგას უკითხულობენ ინვესტორები, რომ ჩემი ფული რაში დაიხარჯება. კი არ გამოგეკიდება არავინ მე იმაში რომ არ დაიხარჯოს და ეტყვი რომ დღეს ამაში დამჭირდა. აი, გქონია ერთი кейსი, რომ უთქვამ სტარტაპს, რომ რაში დახარჯავთ ამ ფულს და ბილბორდებზე გავიტანთ რეკლამას. და ვერაფრით ვერ ხვდებოდით, ვფიქრობდით ჩვენში იყო პრობლემა თუ მათში, რომ რაში ჭირდება ადრეულ ეტაპზე მყოფ კომპანიას ბილბორდებზე რეკლამის გატანა. ნუ თუ არ არსებობს 21 საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მარკეტინგის ისეთი გზები, რომ ბილბორდზე გატანა არ დაჭირდეს და $60,000 კი არ დახარჯოს, $20,000 იგივე შედეგები დადოს. მით უმეტეს რომ ტექნოლოგიურ პროდუქციაა ლაპარაკი. აი რაღაცები ეგეთი არის ხოლმე პატარ-პატარა რა, რაც შეიძლება რომ თქვა რომ არა ამაში არ შევალ. თუ მთელი ფული მარკეტინგზე მიდის, ანუ მარტო რეკლამირებაზე და კასტომერების მოყვანაზე, ეგეც არ არის ხოლმე რა კარგი, იმიტომ რომ იმ კასტომერს რომ მოიყვან, იმას ფიდბექი ექნება და იმას უნდა მოარგო მე შენ პლატფორმა. და აქეთ თუ ბიუჯეტში არ მაჩვენებ, რომ ჩადებული გაქვს ის, რომ პლატფორმის მუდმივი დეველოპმენტი და აპდეიტების ჩაშვება, მაშინ ხო მარტო მარკეტინგისთვის ფულს არავინ არ მოგცემს. და ბაზრის ცოდნა. აი ბევრჯერ მოსულან და უთქვამთ, რომ ჩვენ ვიწყებთ საქართველოში, მერე წავალთ სომხეთში და აზერბაიჯანში და უზბეკეთში. და აბსოლუტურად სხვა რეგულაციების სამყარო არის ეს ქვეყნები. განსაკუთრებით თუ აი ცოტა ფინანსური ტექნოლოგიები ან რამე ეგეთია. და გვიკითხავს, რომ რა კარგია, რატომ აზერბაიჯანში? აი აზერბაიჯანში ხო ესე ჯერთი არ არის მარტივ ამბასრებზე შესვლა, ყოველს თავის მახასიათებელი აქვს. რა ხა აზერბაიჯანში მაგალითად ფინტექში, როცა პაშა არსებობს იქ, რთულია რა, ანუ ერთი დიდი მოთამაშეა და შენ ადგილი უნდა იცოდე, ეგრე უნდა შეხვიდე. შესაბამის კონტაქტებით და ყველაფრით. და როცა მეუბნები რომ აზერბაიჯანში შევდივარ, პირველი კითხვა არის რომ რატომ აზერბაიჯანი გითხარი რიცხვები მოიყვანე და აგვიმტკიცე იქაურ ბაზარზე მელაპარაკე. ეგეც red flag-ი არის ხოლმე რომ ხშირად სტარტაპები უბრალოდ ამბობენ რამე ქვეყნებს, აი ოღონდ თქვან, ჟარგონს გამოვიყენებ, აი ლიჟბი თქვან და იტყვიან რაღაცას და მე უკვე დეტალებში რომ ჩადიხარ, რიცხვებს რო ეკითხები, იქაური ქვეყნის ბაზრის მახასიათებლებს რო ეკითხები, იქაურ აქტორებზე რო ელაპარაკები, მე ხვდები რომ საერთოდ ნაკვლევი არ აქვთ. და უბრალოდ ეგრე ყური მოუკრიათ ჩვენ ველაპარაკობდით პოდკასტამდე რომ უზბეკეთი გაიხსნა და ბევრი რამე ხდება და იტყვა რომ მე წავალ უზბეკეთში. და რატომ წახვალ უზბეკეთში, ანუ გაიხსნა არ ნიშნავს რომ მაინც მარტივია იქ ოპერირება. და აი ამ დეტალებში თუ ვერ გამოყვნენ და ეს მზაობა თუ არ აქვთ რომ ინვესტორს უბრალოდ კი არ მოვატყუოთ რომ მე უზბეკეთში მინდა გასვლა, მართლა მოვუყვე უზბეკეთში. ჯერთი ინვესტორს ვატყუებ შენ თავსაც ხო იტყუებ. ანუ რა გინდა უზბეკეთში თუ იქ არ გელოდება ბაზარი და თუ იქ არ გაქვს შენი ადგილი უკვე დანახული და აღქმული. ეგეც არის რა, ბაზრის ზრდის შესახებ და შენი პროდუქტის ზრდის შესახებ ცოდნა თუ წინასწარ არ გაქვს, სად იქნება შენი ადგილი, ეგეც როგორც წესი red flag-ია ხოლმე ინვესტორებისთვის. გასაგებია. ნელ-ნელა უკვე ბოლოში გავდივართ რა. და ახალი რუბრიკა დავამატე ეგეთი პოდკასტებში ძალიან ბევრი გავნახე და მომეწონა და ჩემთანაც გავტესტავ როგორ იქნება. მოკლედ ბოლო სტუმარი უტოვებს მომდევნო სტუმარს, კითხავს, ოღონ არ იცის ვინ იქნება მომდევნო სტუმარი რა. და შენ შეხვდა ეგეთი კითხვა. შენი აზრით რა არის ყველაზე საშიში ტყუილი, რასაც ადამიანები ეუბნებიან არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს? რამდენი ხანი მაქვს ფიქრისთვის. ტყუილი საკუთარ თავს. მოდი ჩემი ინდუსტრიისთვის რაც არის დამახასიათებელი, მაგას ვიტყვი. და ბოლო პერიოდია თან ესდება ცოტა პოპულარულია, ეგოების ამბავი რა. ალბათ ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც საკუთარ თავს ვეუბნებით ხოლმე, მე ძალიან მიყვარს, როცა ალბათ იმიტომ რომ ისევ სტარტაპებში და ტექში ვარ, თვითკრიტიკული როცა არის ადამიანი. და როცა მაგ რაღაცა ეგო ტრიპში მიდიან, რომ თვითონ ყველაზე კარგები არიან და თვითონ ყველაფერი ყველაზე კარგად გამოსდით, რაც შეიძლება ერთის მხრივ ძალიან კარგი იყოს მათთვის, რომ
მოტივატორი იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ხო მგონია რომ განვითარების შესაძლებლობას ვაკლებთ ამით ჩვენ თავს, როცა ვამბობთ რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და ჩვენ ყველაფერი გამოგდის და ყველაფერი გამოგება, იმიტომ რომ ზახში ერთ არ გამოგდის ბევრი რამე, დემოტივაციად არ მინდა შეღერდეს, მაგრამ ხო ეგრე მგონია რომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მოტყუება არის ის, რომ შენ ძალიან კარგი ხარ. შეიძლება ის იყოს საქმეში, შეიძლება იყოს არ ვიცი, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, პირად ურთიერთობებში ასე შემდეგ, მაგრამ აი მაგ ტყუილში ცხოვრება, რომ მე რა მაგარი ვარ, მგონია რომ უბრალოდ საკუთარი თავის განვითარების ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაკლებს. ვეღარ მიდიხარ რა წინ, იმიტომ რომ შენ ყველაზე კარგი ხარ და შენ ძალიან კარგი ხარ. და ბიზნეს სამყაროში ეგ ძალიან გვხვდება და ყოველდღიურად შეხებით, რომ სტარტაპებშიც გვხვდება. აი non-coachable, ცოტა egocentric სტარტაპერი ბევრი მოსულა ჩვენთან. მაგარი იდეით, მაგრამ იცი რომ ვერა, ანუ ვერ ემუშავები და რამდენს აკლებს ამით თავის კომპანიას და ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავს ხო რომ აუ რამდენი განვითარების შესაძლებაა და მაგებს ტოვებ. და ბიზნეს სამყაროშიც ეგრეა რა ჩვენ Axel-ით ახლა ინვესტორებთან რო გვაქვს კომუნიკაცია, ჩვენი ყველა წევრი ძალიან დამიწებული, ადეკვატური ადამიანია, მაგრამ მართლა ხშირად მქონია ეგეთი შეხვედრები, სადაც დომებია რომ რაღაცებს კარგად მოვუყვები სტარტაპებზე, იმიტომ რომ ვიცი რომ არის ის, ანუ უბრალოდ საერთოდ სხვა სექტორშია და ეტყობა რომ არის ის კითხვებიდან გამომდინარე. და არ აქვს ამის მიმღებლობა, იმიტომ რომ თვითონ ყველაზე კარგები არიან და თვითონ იციან. და ხო ეგ დანაკლისის უმაკ ხომ იქიდან რომ გამოვდივარ რომ რამდენი მე ხო ახლა აი არ ვიცი, ჩემზე 10 წლით პატარა სტარტაპერს ყველაფერს უსმენ რა, იმიტომ რომ იქ ახალი რაღაცები ხდება, მინდა რომ გავიგო, ვისწავლო და ეგრე არ ვუყურებ რომ მე ყველაფერი ვიცი. და სულ მაგ ხომ ეგ განცდა რომ გამოდივარ შეხვედრიდან, ოღონდ იმიტომ კი არა რომ მე კარგი ვარ, იმიტომ რომ რაღაცები ვიცი რაც იმან არიცო და რამდენი რამე ვერ გაიგო. ეხლა დღევანდელ შეხვედრაზე მარტო მაგიტო რომ მაგ ეგო ტრიპში იყო ადამიანი. ხო და იმაგას აკლებენ ჩემი აზრით თავის თავს რა. რომ ყველაზე კარგი თუ ხარ, ანუ ძალიან ბევრი შესაძლებლობა შენ თავს განვითარების უბრალოდ აღარ მიეცი. მეგა. ძალიან დიდი მადლობა რომ ესტუმრე. მეგობრებო, მადლობა თქვენს რომ ბოლომდე უყურეთ ეპიზოდს. აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.